გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგს ხდომას, ძალიან მნიშვნელოვან ხდომას. პირველ რიგში კვორუმი არის. დღის წესრიგში გვაქვს ერთი საკითხი, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, თანდართულ მასალები, დოკუმენტები, ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულები 2026-29 წლებისათვის საქართველოს მთავრობის მოხსენება, საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ განხილვა. დღის წესრიგთან შენიშვნები, დამატებები, კოლეგებო, ხო არა გაქვთ რაიმე? მაშინ გთხოვთ დავამტკიცოთ ხელისაწევით. დიდი მადლობა. როგორც გავიგეთ, რომ ერთი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში, მხოლოდ მოხსენებელი გვყავს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. მადლობა ბატონო გიორგი მობრძანებისათვის, როგორც ვთქვით, თქვენთან ერთად ზად ვართ ვიმუშაოთ ქვეყნის მთავარ ბიუჯეტზე. დიდი მადლობა, მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2026 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. დავიწყებ მცირე შესწავლით, რაც პრინციპში შეჯამება იმ 4 წლიანი პერიოდის, რაც პანდემიის შემდგომ ჰქონდა და მოკლედ შევაჯამებ ამ პერიოდს. ჩვენ პანდემიის შემდგომ ჰქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენციები 2021-22 წელში. ორივე წელს დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, შედეგად ორივე წელს დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. უკვე მაგის შემდგომ პროგნოზები გაკეთა, რომ ქვეყანა დაუბრუნდებოდა მისი პოტენციური ზრდის პარამეტრებს, თუმცა 2023 და 2024 წლებშიც პოტენციურ ზრდასთან შედარებით, პოტენციურთან შედარებით უფრო მაღალი ზრდა ჰქონდა ჩვენს ეკონომიკას და საბოლოო ჯამში ბოლო 4 წლიან პერიოდში 2021-24 წლებში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა იყო 9.4%. ჯამურად თუ შევხედავთ 45%-ით გაიზარდა რეალურად ეკონომიკის დონე, ანუ რეალური ზრდა რაც იყო, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში 85%-ს მიაღწია ზრდამ და ჯამში 2024 წლის ბოლოსთვის მთლიან მასშტაბ პროდუქტმა 91 მილიარდ 891 მილიონი ლარი შეადგინა. ამ ზრდაში დიდი წვლილი ჰქონდა ორ კომპონენტს, ერთი იყო ინვესტიციები, რომელიც 2024 წლისთვის 2020 წელთან შედარებით გაზრდილია 12.3 მილიარდიდან 21 მილიარდ ლარამდე, მათ შორის კერძო ინვესტიციები გაზრდილია 65%-ით და 13 მილიარდ ლარს აჭარბებდა, ხო და ასევე მეორე კომპონენტი ექსპორტი, სადაც 140%-იანი ზრდა გვაქვს 2020 წელთან შედარებით, მათ შორის არის ზრდა 4-ჯერ არის გაზრდილი მომსახურების ექსპორტის ნაწილი, მაგრამ აქ უფრო სწორი იქნება ალბათ შევადაროთ პანდემიამდელ პერიოდს, ვინაიდან მომსახურების ექსპორტი და ზოგადად ექსპორტი პანდემიის პერიოდში შეზღუდული იყო. 2019 წელსაც რო შევადაროთ, 65% არის გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებელი. დაგეგმილთან მაღალი ტენდენციები გვაქვს წელსაც, წელს 6%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდაზეა ბიუჯეტი დაგეგმილი, თუმცა ჩვენ 8 თვის წინასწარი მონაცემები რაც გვაქვს არის 7.9% და ნუ თქვენ ალბათ გაეცანეთ უკვე ყველა საფინანსო ინსტიტუტმა, რომელიც აკეთებს ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შეფასებას, გაზარდა პროგნოზი და საშუალოდ 7%-იან უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლიური საბოლოო მონაცემი იქნება 6%-ზე უფრო მაღალი, ვიდრე ეს ბიუჯეტით არის დაგეგმილი. მაღალი ზრდის შედეგად ბოლო 20 წლიან პერიოდში შევძელით წოდებული ფისკალური კონსოლიდაცია, რაც ნიშნავს უალის მკვეთ შემცირებას. მოგესალმებით პანდემიის დროს ჩვენ მოგვიწია ხარჯების და როგორც ჯანდაცვის მნიშვნელოვანი წილი იყო ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით, ამავდროულად იყო შემოსავლების შემცირება და მოგვიწია ვალით ამის დაფარვა ყველაფრის 60%-ზე იყო ვალის ნიშნული, ბიუჯეტის დეფიციტი აღემატებოდა 9%-ს და საჭირო იყო ქვეყნის გრძელვადიანი რისკებისგან თავის დასაცავად საჭირო იყო ფისკალური კონსოლიდაცია და სწორედ პირველი 2 წლის განმავლობაში ეს განხორციელდა 3%-დან 40%-მდე შემცირდა 2022 წლის ბოლოსთვის ვალის მოცულობა და 40% არის ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხო დონე და შემდგომ უკვე კლებადი ტენდენცია აქვს და გასული წლის ბოლოსთვის 36.1% იყო ვალის მოცულობა. ასევე დეფიციტიც შემცირდა ნომინალურ გამოხატულებაში დაახლოებით 2 მილიარდ 400 მილიონი ლარით შემცირდა დეფიციტი თუ პროცენტულად შევხედავთ ფინანსი და პროდუქტთან მიმართებაში 2 წელიწადში შესაძლებელი გახდა რომ დაბრუნებოდა ნიშნულს რაც კანონით არის დადგენილი 3%-იან ნიშნულს და უკვე მაგის შემდგომ 2.5%-ის დონეზეა საშუალოდ.
მიუხედავად ამ ფისკალური კონსოლიდაციისა, ქვეყნის ბიუჯეტი, ანუ ნაერთი ბიუჯეტზე მაქვს საუბარი, ამ 4 წლიან პერიოდში დაახლოებით 9 მილიარდი ლარით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით 2024 წლის ბოლოსთვის, 2025 წლისთვის გაზრდილი არის 9 მილიარდი ლარით და ალბათ გასაკვირი არავისთვის არის, რომ ამ 9 მილიარდი ლარიდან თითქმის 40%, 38%-ზე მეტი სწორედ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებზე იქნა მიმართული, 3,5 მილიარდით არის გაზრდილი 2021 წელთან შედარებით სოციალური და ჯანდაცვის სფეროების დაფინანსება და წელს ამ მიმართულებით 8,5 მილიარდი არის გამოყოფილი. ამან მოგვცა შესაძლებლობა სხვადასხვა სოციალური მიმართულებების დაფინანსების დის, მათ შორის პენსიების ნაწილში 70 წლამდე პირთა პენსიის დამ შეადგინა 110 ლარი, მაღალმთიან დასახლებებში 132 ლარი, 70 წლის და მეტი ასაკის პირთა შემთხვევაში ზრდა იყო 175 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ზრდა 210 ლარი შეადგინა. ამავდროულად პენსიონერთა ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 85,000 ბენეფიციარით. საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ამ პერიოდში და ეს იყო ჯარისკაცებისა და პოლიციელების, ანუ სახელმწიფო კომპენსაციების ზღვის გადახედვა და ასევე გადაანგარიშება. მოგეხსენებათ დაახლოებით თითქმის 20 წელი, 18 წელი იყო ერთ და იგივე ნიშნულზე ეს შენარჩუნებული და უკვე დაახლოებით 40%-იანი ზრდა იყო მათ საპენსიო უზრუნველყოფაში. პენსიის პარალელურად ინდექსაციის იგივე ფორმულა ჩაიდო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში და აქაც რა თქმა უნდა ზრდა იყო შესაბამისი და მნიშვნელოვანი კიდე რაც იყო 16 წლამდე ბავშვების დახმარების ნაწილში, აქ ჩვენ ერთის მხრივ თვითონ მოცულობა გავზარდეთ, ერთ ბავშვზე დახმარების 50 ლარიდან 200 ლარამდე გაიზარდა და ამავდროულად ვისაც შესაძლებლობა აქვს რომ მიიღოს 100,000 კულა იყო მაქსიმალური ზღვარი და ესეც 120,000 კულამდე გაიზარდა. უშუალოდ ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, კოვიდის პროგრამების თუ გამოვაკლებთ, რაც კოვიდთან უშუალოდ დაკავშირებული იყო, 600 მილიონი ლარით არის ეს მიმართულება გაზრდილი. ამავდროულად გარდა ჯანდაცვისა რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს მოგახსენებთ, ეს იყო ჯარისკაცების და პოლიციელების სახელმწიფო ანაზღაურების და დაახლოებით ამ 4 წლიან პერიოდში 60%-იანი ზრდა ჰქონდა ამ შემთხვევაში, ხოლო დანარჩენ საჯარო სექტორში, საჯარო მოხელეებში იყო 46% ზრდის მაჩვენებელი. განათლებაშიც სხვა მიდგომები ჰქონდა, განათლებაშიც საკმაოდ დიდი ზრდა იყო, სკოლების შემთხვევაში დაახლოებით 700 ლარით გაიზარდა საშუალოდ მასწავლებლის ანაზღაურება, ხოლო ბაღების შემთხვევაში 400-500 ლარით. მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილი თანხები, სადაც დაახლოებით კლიანტში და პროდუქტთან მიმართებაში 8% ხარჯებოდა და წელს 8 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ეს ხარჯი გამოყოფილია 8 მილიარდ ლარზე მეტი. რაც შეეხება მომდევნო წელს, ჩვენ 2026 წელს ისევე როგორც წინა წლებს ვგეგმავთ კონსერვატიული პროგნოზებით, არ გვინდა რომ იყოს ძალიან ოპტიმისტური და შემდგომ რაიმე შეფერხება არ გქონდეს, ამიტომ მომდევნო წელსაც დაგეგმილი გვაქვს 5%-იანი ეკონომიკურ ზრდაზე ბიუჯეტი, რაც საკმაოდ რეალისტური და შედარებით უფრო კონსერვატიული პროგნოზია. არის მთლიანში და პროდუქტის დეფლატორის მაჩვენებელი 4%, რაც გვაძლევს საბოლოო ჯამში მთლიანში და პროდუქტის ნომინალურ მაჩვენებელს მომდევნო წლისთვის 10,5 მილიარდი ლარის ოდენობით, უკვე შემდგომ წლებში ეტაპობრივი ზრდა არის 5,3%-ია რეალური ეკონომიკური ზრდა, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში დაახლოებით იზრდება 8,5%-ით და საბოლოო ჯამში 2029 წლისთვის 140 მილიონ ლარს გადააჭარბებს ქვეყნის ეკონომიკა. ამ გათვლებიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილი 26 მილიარდ 800 მილიონი ლარის ოდენობით და ბიუჯეტის დეფიციტი კვლავ შენარჩუნებული გვაქვს 2,5% დონეზე, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს ბიუჯეტის ხარჯვის შესაძლებლობას 35,5 მილიარდი ლარის ოდენობით. ეს არის ნაერთი ბიუჯეტი, სადაც შედის როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე მუნიციპალური ბიუჯეტები. რაზე ნაწილდება ძირითადად რამდენიმე სფეროს ნაერთი ბიუჯეტიდან მოგახსენებთ და უფრო დეტალურად გადავალ სახელმწიფო ბიუჯეტზე, სოციალური მიმართულების, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით წელსაც დაახლოებით 800 მილიონი ლარით იზრდება
ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ეს უშუალოდ სამინისტროს ნაწილში მათ შორის გათვალისწინებულია რა თქმა უნდა პენსიის ინდექსაციის თემა, რომლის მიხედვითაც 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 45 ლარით და 495 ლარი იქნება, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიისთვის იქნება 594 ლარი, რაც შეეხება 70 წლამდე ბენეფიციარებისთვის, აქ 370 ლარი იქნება, ანუ 20 ლარიანიც დაგვაქვს და უკვე მაღალმთიან დასახლებებში იქნება 454 ლარი. ამავე მოცულობებით იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიებიც და ჯამში 7 მილიარდია გამოყოფილი უშუალოდ სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად. ჯანდაცვის პროგრამებზე გამოყოფილია 2.1 მილიარდი ლარი და დევნილთა სახლების უზრუნველყოფაზე ასევე 240 მილიონი ლარია გამოყოფილი. განათლების მიმართულებითაც გვაქვს დაახლოებით 3.4 მილიარდი ლარი, თავდაცვა და უსაფრთხოება ასევე ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება და 3.5 მილიარდი ლარია გამოყოფილი და მათ შორის რა თქმა უნდა გათვალისწინებულია კვლავ 10%-იანის და ხელფასების ორივე შემთხვევაში, როგორც პოლიციელების ასევე ჯარისკაცების შემთხვევაში და ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას გრძელვადიან პერიოდში ქონდეს შესაძლებლობა ეკონომიკური და შეინარჩუნოს, ვინაიდან ინფრასტრუქტურის გაჯანსაღება და ამ მხრივ ინვესტიციები არის აუცილებელი. ჯამში მომდევნო წელს იქნება 7.6 მილიარდი ლარი და წარმოდგენილია განაწილება თითოეული მიმართულებით ამ თანხების. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში, ჩვენ შემოსულობებით დავიწყებ. ჯამში მთლიანი რასაც ქვეყანაში მობილიზება გახდება სახელმწიფო ბიუჯეტის წილი იქნება 30 მილიარდ 290 მილიონი ლარი, მათ შორის შემოსავლები 24 მილიარდ 600 მილიონ ლარამდეა, სადაც უდიდესი წილი საკადასახადო შემოსავლებს უჭირავს და 23 მილიარდ 30 მილიონი ლარია, სხვა შემოსავლების შემთხვევაში მილიარდ 350 მილიონი ლარი, გრანტების სახით მივიღებთ 219 მილიონ ლარს, პრივატიზაცია, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტის წილად შემოვა იქნება 200 მილიონი ლარი, სესხების დაბრუნება, რაც წინა წლებში გაცემული გვაქვს სესხები, მაგაზე იქნება დაბრუნება 280 მილიონი ლარი და საბოლოო ჯამში ვალდებულებების დიდ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ერთი არის საშინაო ფასიანი ქაღალდები, რომლის ემისიითაც მივიღებთ მილიარდ 800 მილიონ ლარს, საინვესტიციო კრედიტები, რომელიც უშუალოდ პროექტების განხორციელებაზეა დაკავშირებული, მივიღებთ მილიარდ 421 მილიონ ლარს, ბიუჯეტის მხარდაჭერი კრედიტების სახით გვექნება 620 მილიონი ლარი და ერთი სიახლე, რომელიც გათვალისწინებულია 2026 წელს, ეს არის მილიარდ 370 მილიონი ლარი, ეს არის ახალი ევროობლიგაციების გამოშვება, რომელიც განხორციელდება წლის დასაწყისში და ამით გადაიფარება 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციები, ანუ იგივე თანხა მილიარდ 370 ლარი, როგორც ვალის აღების ნაწილში, ასევე ვალის დაფარვის ნაწილში გვაქვს გათვალისწინებული. გარდა ამ რესურსის არის მობილიზებასაც ვფიქრობთ წარმოდგენილი სახეების მიხედვით, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 180 მილიონი ლარი, 183 მილიონ ლარამდე ნაშთის დეპოზიტებზე არსებული თანხის გამოყენება და ეს ყველაფერი გვაძლევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიარდ 475 მილიონი ლარის ხარჯის გაწევის საშუალებას და თქვენ ისნებათვით მოგახსენებთ ძირითად მიმართულებებს. პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე უწყება, მისი დაფინანსება 800 მილიონ ლარზე მეტით იზრდება, 9 მილიარდ 620 მილიონი ლარი იქნება სამინისტროს დაფინანსება და ძირითად კომპონენტებსაც გეტყვით. მოსახლეობის სოციალური დაცვის ნაწილში გათვალისწინებულია თითქმის 7 მილიარდი ლარი, 6 მილიარდ 992 მილიონი ლარი, 638 მილიონი ლარით იზრდება ეს მიმართულება, საიდანაც ყველაზე დიდი წილი, რა თქმა უნდა, საპენსიო უზრუნველყოფას უჭირავს 5 მილიარდ 15 მილიონი ლარი, ასევე სხვა მიმართულებები, აღარ ჩამოყვები პენსიის ნაწილს და ის ვისაუბრე უკვე, ასევე სხვა მიმართულებებიც, მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება მილიარდ 721 მილიონი ლარი, მაღალმთიანი დასახლებების შეღავათები, რაც დაწესებულია კანონით 134.5 მილიონი ლარი და სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვების ზრუნვის პროგრამა 17 მილიონით იზრდება და 112 მილიონი ლარი.
მოსახლეობის ჯანდაცვის ნაწილში, ანუ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები უშუალოდ 2 მილიარდ 36 მილიონი ლარია, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვა 1 მილიარდ 350 მილიონი ლარია გათვალისწინებული და ასევე სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია და აღჭურვის ნაწილში გათვალისწინებული გვაქვს 80 მილიონი ლარი. შრომის და დასაქმების სისტემის რეფორმისთვის გათვალისწინებული 113 მილიონი ლარი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის ნაწილში გათვალისწინებული გვაქვს 263 მილიონი ლარი. თქვენ ესებართვით კიდე რამდენიმე ძირითად სამინისტროს მოვიცავდა, მე როგორ შეიძლება გადავიდეთ კითხვა-პასუხზე. ეს არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სადაც გამოყოფილი გვაქვს 2 მილიონ 615 მილიონი ლარი უშუალოდ სამინისტროსთვის, თუმცა ვინაიდან წელს სამინისტროს გარკვეული ფუნქციები გადაეცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს და რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომელმაც შემდგომ დელეგირებით მუნიციპალიტეტს უნდა მიცეს ეს ფუნქციები, ამ ფუნქციებთან ერთად ჯამში არის განათლების მიმართულებით 3 მილიარდ 228 მილიონი ლარი გამოყოფილი, მათ შორის სკოლამდელი განათლება თვითონ სამინისტროში რაც არის გათვალისწინებული არის ყველაზე დიდი 1 მილიარდ 885 მილიონი ლარი და ამას ემატება ინკლუზიური განათლების ნაწილი, რომელიც ასევე სკოლების დაფინანსების შემადგენელი ნაწილია 92 მილიონი ლარი ამ მიმართულებით არის გათვალისწინებული. კულტურის სამინისტრო 319 მილიონი ლარი, სპორტი 295 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის სამინისტრო შემთხვევაში 3 მილიარდ 96 მილიონი ლარი, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 855 მილიონი ლარი, რეგიონული განვითარების სამინისტრო 110 მილიონი ლარი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 1 მილიარდ 152 მილიონი ლარი. დანარჩენ უწყებებს აღარ ჩამოყვები, თუ რომელიმეზე კითხვა გექნებათ, რა თქმა უნდა, მზად ვარ გიპასუხოთ, დავასრულებ იმით, რომ საჯარო სექტორში ისევე როგორც პირველი ჯანდაცვის ნაწილში სოფლის ექიმების ასტრაფოს შემთხვევაში გათვალისწინებულია ხელფასების 10%-იანი ზრდა და ეს ასახულია ამ ბიუჯეტში, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რომელზეც მუშაობა გაგრძელდება როგორც სამინისტროებთან, ასევე მთავრობის შიგნით, ასევე თქვენთან, პარლამენტთან, შესაბამის კომიტეტებთან და ის საჭიროებები, რაც დგას და საკმაოდ დიდია საჭიროებების სია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის რესურსი, რაც გვექნება, რომლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება პრიორიტეტიზაცია ამ საჭიროებების და ესე ჩამოყალიბებით ალბათ დაახლოებით ნოემბრის ბოლომდე ბიუჯეტის იმ ვერსიაზე, რომელიც შემდგომში თქვენი მხარდაჭერით იმედი მაქვს, რომ დამტკიცდება. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გიორგი, როგორც სულ თქვენი წარმოდგენა ამ ბიუჯეტზე არაპირველია და ხედავთ ამოდენი წელია სულ ცოტა ხნის წინ 6 თვის შედეგებიც განვიხილდა და მადლობა სრულყოფილი ინფორმაციისათვის. მინდა ასევე ჩემს კოლეგებს და ჩვენს მოქალაქეებს უთხრა, რომ ჩვენი კომიტეტის ხდომას დღეს ესწრება საქართველოს უკიდურეს ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე ხალბატონი ირინა წახაძე, დიდი მადლობა, ასევე მოადგილე ბატონი გიორგი ცაგარეიშვილი, მადლობა, თავის გუნდთან ერთად არიან წარმოდგენილები ჩვენს კომიტეტის ხდომაზე და გთხოვთ შეკითხვები ბატონ გიორგისაც და რა თქმა უნდა სამინისტროს გუნდსაც შეგვიძლია რომ დაუსვათ, რათა სრულყოფილი იყოს ეს მოსმენა ბიუჯეტთან დაკავშირებით და ასევე არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ჩვენს კომიტეტს შემოვერთა კიდე ერთი წევრი, ეს არის ბატონი ვახტანგ თურნავა, დიდი ეკონომიკური გამოცდილების მქონე ადამიანი და პირველსავე ხდომაზე ბიუჯეტის განხილვას ესწრება და მადლობა, რომ ჩვენს გუნდთან ერთად ხართ და იქნებით და უკვე ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტთან ერთად, ასე რომ მოგიწოდებთ სრული ჩართულობისაკენ კითხვები ბატონი ვლადიმერ კახაძე. დიდი მადლობა მოგესალმებით სრულყოფილას, გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებაში თქვენი ქვეყანაში და რასთავარია მშვიდობას ყველას ჯანმრთელობასთან ერთად. ეხლა მე ბატონ გიორგის წინა კომიტეტი იყო განათლებისა და სპორტის იქაც შევხვდი და ყოველთვის სიამოვნებს მისი საუბარი, მარტო მე არა მოსახლეობას, იმიტომ რომ ის ყველა სიტყვა რომელსაც ამბობს არის გაჯერებული და საქმესთან კავშირი. ეხლა მე მინდა კიდევ ერთხელ დავხსნა. ბიუჯეტი ეს არ არის ციფრები და ფული. ეს არის როგორ დაიხარჯა ეს ფული. როგორი? არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლების დამსახურებად, რომ ბიუჯეტს როცა ადგენს, ამ ფულს ხაირათიანად ხარჯავს. არის ერთეული გადასტომები. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვარდისფერი სათვალებით არ ვიყურებით და პირდაპირ ვიცით ლაპარაკი და მე წინასწარმაზე ბატონ გიორგის უთხარი, რომ აი ხარჯვაში რო გვაქვს ფული გამოყოფილი და არ იხარჯება, რასთან გვაქვს საქმე მეთქი, ზოგჯერ არის ეს. და მაშინ იქ მივიღე პასუხი,
ამიტომ მოსახლეობამ ამის შესახებ უწყის. ეხლა მეორე თემაც მინდა ვთქვა, რომ ციფრები როცა ესმით, მაგრამ ამ ბიუჯეტმა ბევრი საქმე გაუკეთა ჯანმრთელობას. ძალიან ბევრი საქმე გაუკეთა. უამრავი განწირული ადამიანი ეს 2012-დან იყო გეგმა, ეს იყო დავალება, რომ ჩვენმა მოსახლემ არიზნოს თავი მარტო. გაჭირვებაში ყველგან უნდა შევეხიდოთ. რაც შეგვიძლია იმით. და დავიწყეთ აქედან და მთელი რიგი მიტოვებული სფერო იყო და ეს აღორძინდა დაუჯერეთ ერთმანეთს და რაღაც და ერთმანეთს პრეტენზიებსაც ვეუბნებით ოღონდ სამართლიანს. ეხლა მე ეს შეკითხები რომ აქვს, ეს შეკითხები გავყო მინდა ხან ქაბატონი არის და ბატონი გიორგი ბარეგა, იმიტომ ძალიან ცოცხალია ჩვენი კომიტეტი, არის ნაწილი სადაც ბატონი გიორგიც ან მექნება და დარჩენ თქვენთან. ეხლა მე გადავხედე პროგრამებს. თავში მინდა ბატონ გიორგის კითხვა მისი შევა მაინტერესებს. ჩვენ დავასახელეთ კოლოსალური ციფრი ახლა ჯანდაცვაში. 9 მილიარდ 620 მილიონი. ხოსორი ვარ ციფრები. ეხლა უყურე მოსახლემ გაიგონა ეს. აუ რა ფული აქვს ჯანმრთელობას. სად არის ეს ფული? და ეს უნდა გადაერთხელ. ეხლა აქედან რამდენია ჯანმრთელობაზე? 2 და 1. და საყოველთაო ჯანდაცვაზე 1 და 350. რომელიც მოსახლეს ვეუბნები, რამდენია იცით? 1/7. ეს არის მხოლოდ 1/7. ეხლა მინდა კითხვა ასეთი. უყურეთ მე გასული წლის მე გუშინ მთელი ღამე მიძინე ამას უყურეთ იმა ეს ციფრები საინტერესოა. საყოველთაო ჯანდაცვა შარშან იყო ისა წინა წლის ბიუჯეტი 1,346,000 კუდით. და ეხლა ხდება 1,350,000. სადღაც 3 მილიონი ემატება მარტო. ამ დროს საყოველთაო ჯანდაცვა ამას ცალკე მაქვს მე სალაპარაკო და მე ამ დავსვამ ამ შეკითხვას, ეს ნიშნავს რომ არ არის მატება. საყოველთაო ჯანდაცვა არის ჩვენი ფლაგმანი. ეს არის იცით აქ ვინცი ვარ თქვენც მეც ჯანმრთელობის მინისტრი ხო ღამე არ ძინავს მოადგილეები ღამე არ ძინავს მოსახლეობა გვენდობა ღამე როცა გაუჭირდება პირდაპირ გვირეკავენ და ყველა ერთად დავირაზმევით ხოლმე და ფული თუ არ არის ამის შესაბამისობაში მაშინ გაკეთებული საქმე და ეხლა ერთი რამე მინდა ვთქვა თუ აქ არ იქნა საყოველთაოში ფული მაშინ პენსიის ასაკამდე ვერც მივა ადამიანი და გაჭირება დაახშევ შუაგზაში ჩვენ ეს გადაბიზინა ივანიშვილმა თქვა არავინ არ დაჭირეს უყურადღებოდ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ პირველსავე გაჭირებაზე ადამიანს არ დაჭირეს თავის სახლის გაყიდვა როგორც იყო წლების წინ და ეს იყო უბედურება ამიტომ ეს პირველი შეკითხვა რატო არ არის აქ საგრძნობი მატება განმარტება რომელიც გინდა გიორგი შენ გინდა შემა გიორგიმ გინდა შემა ირინამ როგორც სამი ჩემები ხარ ჩვენები ხარ ეხლა მე მთელი რიგი პროგრამებია ეხლა ამას მაგალითად ეპიცზე დამხედველობა რა ეპიცენტრა მხედველობა გაუნჯობეს და საქართველოში? მსოფლიოში გაუნჯობეს და? კლება რატო გვაქვს აქ? რაღაცა გავაკეთეთ ისეთი რომ წინასწარ 2-3 წლით განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს არ არის სწორი არ შეიძლება აი ინფექცია დედამიწა უფლის აი ინფექცია საკაც კლება გვაქვს რა ხდება ამ შემთხვევაში სანამ თენგის შეტრაზე იყო ცოცხალი ამ გრაფას არაფერი არ აკდებოდა შემდეგ რეფერალური მომსახურება. აი ახლა უყურეთ, როგორი წამალი პროგრამა გვაქვს. და სახელმწიფო და ხელისუფალი და ჯანდაცვა ამას როგორ კარგად იყენებს ამ რესურსს. და რეფერალური პროგრამაში მოიაზრება ჩვენი დევნილები და მოიაზრება დევნილები კი არა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხალხი, როგორც აფხაზეთის, ოსეთის, იმის სამაჩაბლოს ტერიტორიაზე. იმათ აქ მწვანე შუქი, რამე გაუჭირდებათ მიხვდე რომ ერთადერთი მშველელი საქართველოა რუსეთისგან კი არ იყურებიან ამ ისეთი ჩვენი მტერი ქვეყნისაგან ჩვენგან მოტრიალდნენ და ეს ერთხელ დაუდასტურა სახელმწიფომ რომ აღებულ ვალდებულებას არ მოიხსის აქ აბსოლუტურად კლება გვაქვს იქავე შენაშენებულიც არ არის რეფერალური სამსახური კარგ ხელშია და კარგად უნდა გამოვიყენოთ არის სპეციალური კომისია და რა კარგია ამ კომისიის არსებობა რომ ის რაც საქართველოში კეთდება რაღაცა იმის გამო საზოგადოებრივ ეს ფული არ უნდა გავიდეს თუ შენ იცავ შენ პოზიციას და ღირსეულად აკეთებ დიდებული ექიმები ყავს დიდებული ტექნიკა აქვს დიდებული ნოვაციებია მინისტრის პოზიცია ვიცი ცალსახად ჩვენი პოზიცია ეს სასახად გაცხადებულია საქართველოში გავზარდოთ კადრი საქართველოში დავხარჯოთ ეს ფული და საქართველო არ შეიძლება გახდეს პოლიგონი აქინა ავტომობილების საყვანეს და აქ ნადირობენ საქართველოს პაციენტებს ეხლა რა მინდა სახელმწიფო კლინიკები ეს მითხეთ ეხლა სახელმწიფო კლინიკები იმხელა ვალდებულება ავიღეთ ძალიან დიდი და აქ 221-დან 0-ია რა ავაშენეთ და გავაკეთეთ
სახელმწიფო კლინიკები ეხავ რესპუბლიკური გასაკეთებელი უამრავი საქმე გაკეთა შესანიშნავი რამე ინფექციური გენიალური მადლობის ხმა მეტი კი არ მეთქმის ყველას მინდა მადლობა უთხრა ვინც ოდნავ ერთი აგური მაინც დადო სულ ყველას გავაგზელოთ ეხლა ხარაგაულშია ხო მეწყერი ეკომიგრანტები გავგზდება ჩვენ კი შეგვიმცირდება ადგენი ეკომიგრანტები კლება შეიძლება ნახევარი შეიძლება ფული იდოს აკა ეს ხო ოპერატიული ფულია გასულ ეს ხო ისეთი ფულია რომ უცბად უნდა გააკეთოს და ეხმარო სახელმწიფო აქედანაა მოწოდებული და ჩვენი ქვეყანა ამას აკეთებს ფული უნდა ამას და ეს უნდა იყოს აკა და რასთავარია ეხა უნდა დავამთავრო ერთი თემა DRG-ის პროგრამასთან დაკავშირებით ეს მუდმივად განახლებადი თემაა, მაგრამ რასწავლე იცით? მე კი ვიცოდი ეს ასეთი იყო, მაგრამ ასეთი სხვაობა თუ იყო, მეც კი არ ვიცოდი ჩემ და სამწუხაროდ. მაშინ DRG დავამატოთ, DRG-ში გავზალოთ. როგორ შეიძლება DRG-ში რომელიღაც ნოზოლოგია შეფასებული 2000 ლარად და რა ქვია იმისი ოპერატორის ჰონორარი შეადგენს ევჯერ მეც. იმის გამო რომ ამ ოპერატორის ჰონორარს ვერ გადაიხდის ეს კაცი და DRG ამოს მე არ გადავიხდი ამას და სწორიც არის DRG იმის არის მეცნიერულად დასაბუთებული რომ მან ბიუჯეტი გათვალა ამაზე. ამიტომ ეს ადამიანები დაფინანსებას ვერ იღებენ საყოველთაოდ და უნდა გავიდნენ პროგრამინერ და თვითონ მოძებნონ თავის ფინანს სპონსორი. ეს როგორ გამოდის კაცო? წყალში ვიყრეთ ყველაფერი სამხელა კაი საქმეს, ამ გენიალურ საქმეს DRG გავასწოროთ. DRG-ს მოუმატოთ. არ შეიძლება ასეთ რამე იყოს, რომ ვიღაცა მე ვიქნები, პეტრა იქნება, გენიალური ხელის ოქროს ხელება ქირურგები არიან ჩვენი, მაგრამ იმას უნდა შეუქმნა პირობა, რომ მას უღირდეს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა. და ავანტყოფის ხარჯზე არ კეთებოდეს შემოსავალი კაცო. ეს არის აუცილებელი პირობა. ეხლა რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ვისარგებლე აქ რო არის კაბატონ ირინა, ჩემი და ჩემი გიორგი, ბატონ გიორგისთან რა ვიცი, მადლობები არცეთთან არც მე სულ მადლობები მაქვს. მაგრამ ეხლა შეკითხვა მაქვს მომავალ ბიუჯეტზე გახედით. ჩვენ ვიცით ყველაზე მეტი პრობლემა არის აბილიტაცია, რეაბილიტაციის პროგრამები. ეს არის სახელმწიფო, როდესაც გადაიქცევა ოჯახის მზრუნველად. ნებისმიერი გაჭირებული ოჯახი სახელმწიფო სვლის თავის მარჩენლად, მომლელად, დღის ცენტრები განსაკუთრებით. ჩვენ ვიცით, რომ მენტალური პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ისიც აუტისტებზეა ლაპარაკი და მთელი მსოფლიო ამ გამოწვევის წინაშე დგას. ჯერ მიზეზები ვერ გააკვირია, რატომ არის აუტიზმი და ამასაც დამალული თემებია. ბევრი ამას აქ ვერ ვიტყვი ახლა. სხვა კატეგორია მსმენელი ამ თუთას. აი აქ თუ გავზდით დახმარებას, იმიტომ რომ აქაც მშობლები მარტო დაჩნენ მან გაჭირებასთან. საქართველოს მე მახსოვს, როცა ჩვენ აქონდროპლაზიას სახელმწიფო როგორ დაუდგა ერთი პაციენტი, მე მგონი მილიონზე მეტი იღებს, ხო ერთი პაციენტი. და უკან არ დაუხევი არაფერზე. თუ ასეთი მართლა ჰუმანურია სახელმწიფო, ამ კუთხითაც უნდა გავიხედოთ და ჩვენ დღის ცენტრებს, სადაც ადგილი გვექნება საკითხი მენტალური პრობლემის მქონე ისინი არიან მათ პატრონი არავინ არ აღავთ. იცით, ნებისმიერი ადამიანის სხვა მანკიერი მხარით მარტო რო რჩება რაღაცას გაგაგებინებს. ამათ არ შეეულიათ. ამიტომ სახელმწიფო ბოლომდე, დაბადებიდან ბოლომდე ამათი გვერდზე უნდა იდგეს. ეს ჩვენი სულს და სინდის გაგვიწმინდავს. და რასთავარია, თავარიც უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი ეს რასაც ვაკეთებთ, აი აქ რაც არის ამ შემსასწავლით ბიუჯეტში, იმ თავისი ყველა ინვესტორის ხარჯშედგომით, კეთებებით, რომ ჩვენმა ქვეყანამ ჯიუტად შეინარჩუნოს მშვიდობის პოლიტიკა. ჯიუტად და მართლად თელ სოფლიოსო დაუდგეთ პირისპირ შენი ქვეყნის მოსახლის მშვიდობა უნდა დაიცვა და არ უნდა გაიმეტო არც ერთი, ამას ასრულებს ცხინვალე სახელმწიფო და ყველა ეს ადამიანი, რომელიც ბიუჯეტში ფულს შემოიტანს, სწორად გადაიხდის, ბევრს დახარჯავს, ბევრს ააჩენებს და ბევრ შემოსავალს მოიტანს, ამ სახელმწიფოს გააძლიერებს და ამ სახელმწიფოს ძლიერი სახელმწიფო უფრო თამამი იქნება თავის ქმედებაში. დიდი მადლობა. მოგესალმებით. კი ბატონო. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა. მართლაც მნიშვნელოვანი ციფრები წარმოადგენთ და
ალბათ 3-4 წლის უკან ჩვენ რომ გვეკითხა და გვენახა ასეთი ციფრები თუ შემოვიდოდა საქართველოს ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, არც ერთი ჩვენთაგანი ამას არ დავიჯერებდით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ ხელა ციფრი, რომელიც თქვენ ბრძანეთ და ჩვენ რა თქმა უნდა უკვე რამ ერთი კვირა ავიხილავთ კომიტეტებზე, შემოსული ბიუჯეტის პროექტს, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი წარმატება, ძალიან ბევრი მიღწევა და ყველა იმ სტრუქტურას სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართული და მუშაობთ ამისათვის, უღრმესი მადლობა. პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია ბატონო გიორგის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ის ციფრები, რომელიც წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტში, მთავარი არის ის, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მთავარი არის ის, რომ მცირდება საგარეო ვალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ყველა დარგის მიმართულებით გვაქვს წინსვლა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი ჩვენი განხილვა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების კომიტეტში, სადაც ბიუჯეტის თითქმის 1/3 ქვეყნის ერთი ბიუჯეტის პროექტი მორგებულია ამ მიმართულებით. მე მეკნება თქვენთან რამდენიმე შეკითხვა. პირველ ყოვლისა, ჩვენ ვლაპარაკობთ და ჯანდაცვის სამინისტრო ლაპარაკობს, რომ აუცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი და მთავარი მიმართულება ჩვენთვის არის პირველადი ჯანდაცვა, რომელიც უშუალოდ არის ადამიანებთან პირველად შემხებლობაში და ვთქვით, რომ აქ ამ მიმართულებით კეთდება საპილოტო პროგრამები. ამ კუთხით ჯანდაცვის სამინისტროში ძალიან დიდი მუშაობა მიმდინარეობს და ვიცი, რომ სახელმწიფო პროგრამის კუთხითაც კეთდება ძალიან ბევრი რამ. იქნებ უფრო კონკრეტულად გითხრათ, რამდენი მილიონი იქნება გამოყოფილი და დაიწყება თუ არა ეტაპობრივად ამ პროგრამის კუთხით გარკვეული მუშაობა. რაც შეეხება მეორე საკითხს, თქვენ ისაუბრეთ და თქვით ციფრი და წეგან მე და ჩემი კოლეგა ბატონი ზაალით საუბრობდით იმ ამბულატორიებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და მტკივნეულია ჩვენი მოსახლეობისათვის, იქნებ ეს ციფრიც გითხრათ, როგორ განხორციელდება, როგორც დაბალმთიან ისე მაღალმთიან რეგიონებში ამბულატორიის განვითარების კუთხით მიმართულება. შემდეგ თქვენ ისაუბრეთ ჯანდაცვის პროგრამებზე და თქვით, რომ 600 მილიონი ლარით იქნება გაზრდილი ჯანდაცვის პროგრამები და კონკრეტულად მაინტერესებს, რომ რეფერალური მომსახურება, რომელიც ბატონმა ლადომ ბრძანა და ეს არის პირველადი ამოცანა, როცა ადამიანი საყოველთაო ვერ უფინანსებს და შემდეგ გადადის რეფერალურში, რადგან ზუსტად ის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, როცა ჩვენ შევქმნით საყოველთაო დახმარების პროგრამა, რომ ადამიანს არ გაიყიდა სახლი, არ გაიყიდა მანქანა და სრულყოფილი ყოფილიყო მისი დაფინანსება. ამიტომ ამ შემთხვევაში, როცა საყოველთაო უძღვევს მოქალაქეს ამა თუ იმ პროგრამას, შემდეგ უსწევს ამას რეფერალური. მაინტერესებს რეფერალურთან მიმართებაში, როგორ იქნება სამედიცინო დახმარების გაწევა და გაიზრდება თუ არა ეს პროგრამა, იმიტომ რომ მე აი ამ ტრიბუნიდან მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო რეფერალური სამსახურის ყველა თანამშრომელს, იმიტომ რომ ასეულობით მოქალაქეს შეუნარჩუნეს სიცოცხლე, შეუნარჩუნეს ჯანმრთელობა, ეს კომისია ეწევა აი არ ვიცი როგორ შრომას იმისათვის, რომ ადამიანებს გაუხანგრძლივონ ჯანმრთელობა და ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება და აი ამ კუთხით თანხების გაზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მექნება შემდეგ რამდენიმე შეკითხვა. ჩვენი პროექტი და პროგრამა არის იმისათვის, რომ ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე და თქვენ ბრძანეთ აგერ, რომ 9 მილიარდიდან 5 მილიარდი პირდაპირ მიმართული არის პენსიონერებთან მიმართებაში, ეს არის როგორც ასაკობრივი პენსია, ისე რა თქმა უნდა დარგობრივი პენსიები, ეს არის ჯარისკაცები, ეს არის პოლიცია, სამხედროები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ვთქვით, რომ სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება და ვთქვით ამასთან მიმართებაში, რომ აუცილებლად მოწყვლადი ჯგუფებთან მიმართებაში მხარდამჭერი ოჯახების გაძლიერება. ბატონი გია ცაგარიაშვილი ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და იქნებ გითხრათ, რა ხდება, უკეთესობა რა იქნება ამ მიმართულებით. შემდეგ, ჩვენ 33 წელია, როცა ქვეყანაში გვყავს, უკვე 33 წელია ქვეყანაში გვყავს დევნილები. ამ დევნილებთან მიმართულებაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საბინაო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მაგრამ გვყავს კიდევ ძალიან დიდი არმია, რომელიც ელოდება ბინებს. და ჩვენ და სამწუხაროდ დღეს ჩვენ გვესმის ინფორმაცია, რომ თუ 5 ქულა აქვს ადამიანს, თუ 6 ქულა აქვს ადამიანს, ის ჯერჯერობით ბინას ვერ ღებულობს. იქნებ ამასთანაც დაკავშირებით მოქალაქებს უთხრათ, სად ვართ და რა გვაქვს მომავალში გასაკეთებელი. და ერთი კიდევ ოჯახების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასების განახლებული მეთოდოლოგიაზე მუშაობდით ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ბატონი ზაზას ხელმძღვანელობით სოციალური მიმართულებითაც ბატონო ირინა ძალიან ბევრს აკეთებდა კომიტეტი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და რა იგეგმება და რა სიახლეები გვექნება ამ კუთხით, სად ვართ და როგორ გაიზრდება 2026 წელში აღნიშნული მიმართულება. წარმატებები მინდა გისურვოთ, ერთი რამ ცხადია, რომ ყველაფერი აგებულია ადამიანის კეთილდღეობაზე, ის დაპირებები, რომელსაც ჩვენ მოსახლეობას ვეუბნებოდით, თითოეულ ადამიანს, რომლებმაც
1,100,000 კაცმა ადგილობრივ თვითმმართველობაში დაგვიჭირა მხარი, დაგვიჭირა, იმიტომ რომ ისინი მომხრე არიან მშვიდობის, ისინი არიან იმ პოლიტიკის, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს და მჯერა რომ 2026 წელი თავიდან ბოლომდე მორგებული იქნება ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე, მის განათლებაზე, მის განვითარებაზე, თითოეული ჩვენთაგანი ვიქნებით ამ პროექტის და ამ პროგრამის ხელის შემწყობი ადამიანები. დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონო. ბატონო ზალ, გისმენთ. მოგესალმები ბატონო გიორგი, მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მოადგილეებს. მადლობა. ძირითადი, ასე ვთქვათ, პარამეტრების ესე მნიშვნელოვანი წარმოდგენისთვის, იმიტომ რომ მთელი რიგი მიმართულებები, სადაც შეიძლება იყოს კითხვები, მაგრამ რადგან ეხლა ვართ ჯანდაცვის კომიტეტზე, ვეცდებით რომ მხოლოდ ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით დავსვათ კითხვები. პირველი მთლიანი შიდა პროდუქტის რა პროცენტია სუფთა ჯანდაცვაზე გათვალისწინებული ხარჯები, იმიტომ რომ მესმის რომ ეს არის ერთ-ერთი მსხვილი სამინისტრო და აქედან გამომდინარე საკმაოდ დიდია თანხა ერთი შეხედვით რაც გამოყოფილია ამ სამინისტროსთვის, მაგრამ სუფთა ჯანდაცვაზე გამოყოფილი პროცენტულად რამდენია და ძალიან დიდი მადლობა მთავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის წლიდან წლამდე საერთოდ ბიუჯეტს, მაგრამ რამდენად, ასე ვთქვათ, თან მიყვება პროცენტული ზრდა ჯანდაცვაზე გამოყოფილი, იმიტომ რომ მთელი რიგი ის საკითხები, რაც ჩემო კოლეგებმა ჩამოთვალეს, სწორედ ამაზეა მიბმული, იმიტომ რომ ვიცი სამინისტროს ძალიან დიდი სურვილი აქვს მთელი რიგი პროგრამების თანხის, თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის, იმიტომ რომ საკმაოდ დიდად მოხმარებადი პროგრამა იგივე DRG-ში, ბევრი ცვლილება არის დაგეგმილი, მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება ბიუჯეტი, რომ ეს ცვლილებები აისახოს შესაბამისად. ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდი გავიარეთ და რეგიონებში ყოფმა დეპუტატებმა, მაცხოვრებლებმა ვიარეთ რა კარ და კარ, საკმაოდ სოფლებში ბევრ პრობლემის იდენტიფიცირებასთან ერთად მოსახლეობის ძირითადი თხოვნა იყო, რომ შესაბამისი გარემო ქონდეთ, როდესაც ვიზიტზე მიდიან ექიმთან, გასაგებია ექიმს და ექთანს ეს გარემო ყველაზე მეტად ჭირდება, მაგრამ მოსახლეობაც ითხოვს, იმიტომ რომ გვაქვს მთელი რიგი ამბულატორიები, სადაც ზამთრის პერიოდში პრაქტიკულად ბავშვის გასინჯვა არის შეუძლებელი, მე პედიატრი ვარ და ვიცი რას ნიშნავს ზამთარში, იმიტომ რომ პაციენტი უნდა ინახოს შიშველი და იქ შეუძლებელია ამის განხორციელება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ წელს როგორი ცხელი ზაფხული იყო, სიცხეში საკმაოდ რთულია, ასე ვთქვათ, ამ კომუნიკაციის ქონა პაციენტებთან და ხანგრძლივი დაყონება თუნდაც ექიმისა და მედიის ამბულატორიაში, იმიტომ რომ ზოგჯერ ესეც პრობლემაა, იმიტომ რომ შეუძლებელია არ ვამბობ იმ ნაწილს, სადაც ამბულატორიები საერთოდ პრაქტიკულად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლევს, მთლიანად დასაშენებელია და მეორე ნაწილი გასარემონტებელი. მე კი ვნახე, გარკვეული თანხა არის გამოყოფილი საკმაოდ ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი, მაგრამ თუ გადავხედავთ მასშტაბს ქვეყნის და ამბულატორიების რაოდენობას, ალბათ მხოლოდ სულ რამდენიმე 1% თუ შევძლებთ, თქვა შემდეგ წელს და საერთოდ არის თუ არა მოაზრებული, რომ შეიძლება ეს საკმაოდ ტვირთი იყოს ჯანდაცვისთვის და თუნდაც მსგავსი პროგრამა, რასაც ამბულატორიების მშენებლობა ქვია, რომ იყოს თქვა სხვა სამინისტროში თუნდაც ინფრასტრუქტურის გადატანილი, რომ უფრო სწრაფად განხორციელდეს და შემდეგ რა თქმა უნდა მართვაში ჩაერთვება სამინისტრო, იმიტომ რომ აი რაღაცა ძალიან იგვიანებს ბევრ სხვა პრობლემებთან ერთად ამის გადაჭრა, იმიტომ რომ წლებია უკვე შევპირდით ამბულატორიებს და ვერ ვახერხებთ ამის გაკეთებას. ასევე ერთ-ერთი საკითხი, რაც მნიშვნელოვანია, პენსიების ზრდა და ძალიან კარგია, რომ საკმაოდ ყოველწლიურად ასახულია ეს ბიუჯეტში, მაგრამ 65 წლამდე პენსიონერები რომლებმაც წამოსვლის წინ იცოდნენ რა ამ ასე ვთქვათ ბიუჯეტის განხილვაზე მოვდიოდი, რომ არის თუ არა რაიმე შანსი, რომ ეს 20 ლარი შეიცვალოს და ვთქვათ რაიმე თანხობრივი სხვაობა, მე არ ვამბობ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვთქვათ იგივე 60 წელზე ზემოთ მოქალაქეებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვნად იზრდება და შეიძლება თუ არა მაინც მეტნაკლებად მიახლოებული თანხა რო იყოს ეს თანხა. მადლობა.
მადლობა ბატონო ზალ. ხორავის სურს ბატონო ანტონ. მეც ორი ოდი სიტყვით მოგმართავთ. პირველ რიგში მადლობა ყველა დეპუტატს ამ კითხვების დასმისათვის. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ბატონო გიორგი. მართლაც ალბათ ხალბატონმა რიმამაც აღნიშნა და მეათე მოწვევაც პრაქტიკულად არ შეცვლა ჩვენი დადასტურების კომიტეტი და როდესაც პირველად საქართველოს ბიუჯეტს ვიხილავდით და ვინმეს რო ეთქვა რომ 2025-ში ბიუჯეტი იქნება 35.5 მილიარდი ლარი, ალბათ ჩვენ ვიტყოდით რომ ეს როგორ წარმოსადგენია თქო, როდესაც ჩვენ პარლამენტში შემოვედით, მაშინ გახსოვთ კარგად რომ ის რაც ეხლა მთლიანად სოციალურ და ჯანდაცვის ბიუჯეტია, მთელი ქვეყნის ბიუჯეტი იყო, ძალიან კარგად გვახსოვს ეს და კიდევ ერთხელ ეს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გზას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი ციფრები, რომელიც თქვენ მიიყვანეთ და ქვეყანას, რომელსაც დღეს მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალში განისაზღვრება 110 მილიარდით, თქვენ ბრძანეთ, მე მგონი არ მომესმა რომ 2029-ში 140 მილიარდს ვარაუდობთ ამ ეკონომიკური ზრდით. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი ციფრებია. მაგრამ ჩვენ დღეს ჯანდაცვის კომიტეტი ვართ და სოციალური საკითხები, იგივე დევნილები, ეკომიგრანტები, შრომის უსაფრთხოება ჩვენი წამყვანი საკითხებია და მის ირგვლივ ვიტრიალებთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შეკითხვები სხვა მიმართულებითაც, მაგრამ ბატონმა ლადომაც ბრძანა, რომ ეს კომიტეტების ხდომაზე განხილვა ამისი ხდებოდა. რაღაც ჩვენ გვაქვს ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალში, ეს აუცილებლად უნდა მისდევდეს დანახარჯებს ჯანმრთელობას. ჩვენ პერიოდულად ციფრი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტიდან საზღვრავთ ჩვენ მოსახლეობაზე და ბოლო აღწერამ გვაჩვენა, რომ თითქმის 4 მილიონია საქართველოს მოსახლეობა, 3 მილიონი 9 და რაღაც 3,9 მილიონი. აუცილებელია რომ პროცედურის და დანახარჯები ჯანმრთელობაზე იყოს მომატებული. ჩვენ სულ ვცდილობთ რომ ეს პროცენტი 3%-ს ავაცილოთ, 3% ნახევარს. მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება და კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს კიდევაც რომ საპენსიო ზრდა გვაქვს, მაგრამ აუცილებლად დანახარჯი უნდა ავიყვანოთ მაქსიმალურად ჯანდაცვის დანახარჯები. ამ მიმართულებით ბევრია საკეთებელი, რა თქმა უნდა აღნიშნეს კოლეგებმა, რომ თუნდაც DRG-სთან დაკავშირებით არის გამოწვევები, სადაც ნამდვილად ჩვენი კოლეგები, ექიმები, ექნები, კლინიკის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ არის გამოწვევები, სადაც მე დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის გუნდთან ერთად შევძლებთ და ამ გამოწვევებს ჩვენ სათანადოდ უნდა უპასუხოთ. სამწუხაროდ მედიცინაში ორჯერ ორი ხშირად 4 არ არის და განვითარება ჯანდაცვის და მედიცინის ხშირად წარმოუდგენელია ისეთ სფეროს მოითხოვს, თუნდაც ის რაც COVID პანდემიის დროს წარმოუდგენელი იყო და რა დანახარჯები გააჩნდა ჩვენ სახელმწიფოს და საბედნიეროდ იმ ვალები, რომელიც 61% იყო, პრაქტიკულად თვარცები 38% ჩამოწდა უკვე ჩვენი საგარეო ვალი და ბევრ ქვეყანას გაუნულეთ კიდევაც. მინდა ვთქვა, რომ DRG და საყოველთაო ჯანდაცვაში ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ვაპირებთ იმ სამთვიან გადახდის პერიოდის 2 თვემდე დაყვანას. ამიტომ თუ ამას შევძლებთ 2006 წელზე პრაქტიკულად საყოველთაო ჯანდაცვის დანახარჯები და გადასახდელი თანხები მეტი გვექნება ალბათ 2026-ში და მე ვისურვებდი, რომ ეს გათვალისწინებული იყოს და აქ დანამატი მეტი თანხა დაგჭირდება გაცილებით, ვიდრე ეს გათვალისწინებული გვაქვს ბიუჯეტში. არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ჩვენ პარლამენტმა მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც ეხებოდა უსაფრთხო სიახლს, ეგრეთ წოდებულა, ესე დავარქვით, ეს მიმართულება და 2026 წლიდან ეს კანონი ძალაში შედის. ამ სფეროში გვაქვს გამოწვევები ქვეყანაში, იცით, მაგრამ იმისათვის, რომ ეს კანონი მოვიდეს სრულყოფაში და განვახორციელოთ ყველა რეგიონისთვის თანაბრად, აუცილებელია მეტი დანახარჯები, როდესაც პუნქტობრივად გავყევით, მე მგონი ამ პუნქტს ბატონო გიორგი დამატებები დაჭირდება, იმიტომ რომ სტარტს იღებს ეს უსაფრთხო სისხლის კანონი და არ მოხდეს, რომ ქვეყანა აღმოჩნდეს რაღაც სისხლის დეფიციტში. აუცილებელია და თქვენს და ბატონ გიორგის ვთხოვდი აქ დევნილების მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. კომიტეტთან ერთად იცით, რომ ქალაქ ქუთაისის დელეგატი ვარ და მართლაც სასწაული 800 ბინიანი და 800 ოჯახმა დევნილებმა მიიღეს საცხოვრებელი სახლი ქუთაისში, რაც უნიკალური კომპლექსი შეიქმნა, ნამდვილად რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
პირადად მინის და თითოეულ თქვენს და ბატონ გიორგი საგარეიშვილს, რომელიც პრაქტიკულად იქ იმ კორპუსებში დევნილებში ასწო ცხოვრობდა, თითო კუთხე კუნჭული კი ზეპირად იცოდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება გაგრძელდეს, იცით რომ დევნილებში ჯერ კიდევ ათასობით ოჯახს აქვს საჭიროება და თქვენს ბრძანეთ ხალბატონურმა რომ მიიღონ ოჯახები რიგში დგანან, ამიტომ მე მგონია რომ ის მიმართულება რაც აიღო მთავრობამ, ეს არის ზუგდიდში, ქუთაისში, ბორჯობსა და რუსთავში ამბინების მშენებლობა, კიდევ თანხების დამატებით ალბათ შევძლებდით რომ 2026 წელს დავიწყოთ ახალი ასეთივე კორპუსების მშენებლობა იგივე დაუშვათ ზუგდიდსა და ქუთაისში, ვიცით რომ რუსთავში, ბორჯობში აქტიურად მიდის ბატონი ანტონის და მეთანხმება, ამიტომ უკვე ახალი პროექტების და ახალი კორპუსების მშენებლობა. მე ვთვლი რომ ამ მიმართულებით ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი დევნილი მოსახლეობის დაკმაყოფილება უნდა შევძლოთ და ვთვლი რომ ეს პროცესი, რომელიც უკვე წლებია, ათეული წლებია მიდის, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. არ შემიძლია არ გავამახვილო ყურადღება იმ მიღწევებზე, რაც წინა ბიუჯეტებშიც და 26 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ეს არის ონკომიმართულება. იცით რომ ბავშვთა ონკოლოგიაზე ძალიან დიდი პროექტია, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს ქვეყნის გარეთ ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში ჩვენი ბავშვების მკურნალობას გულისხმობს. იმედია ის რისთვისაც ბავშვებს ვაგზავნით იქ სამკურნალოდ სულ მალე ჩვენს შეგვეძლება საქართველოში. მაგრამ ამ მიმართულებით და განსაკუთრებით მოზრდილთა ონკოპაციენტების სამკურნალოდ აუცილებელია და მოთხოვნა არის დღეს ჩვენი მოსახლეობის პალიატიურ მკურნალობაზე, ანუ ინკურაბელურ პაციენტების პალიატიურ მკურნალობაზე, სადაც ნამდვილად ძალიან დიდი მოთხოვნაა, რათა ჩვენ გაუხანგრძლივეთ იმ ადამიანებს სიცოცხლე და ხშირ შემთხვევაში მათ პალიატიური დახმარება ჭირდება. არ შეიძლება არ შევეხო ნარკოპოლიტიკას და იცით ქვეყნის მასშტაბით ალბათ დღე არ გავა, სადაც უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეთ ნარკორეაზოლიზატორებს, გადამტანებს, გადამყვანებს, ასევე გამწარდა კანონი და ერთ-ერთი მიმართულება არის იძულებით მკურნალობა. უკვე სასამართლოს განჩინებით პირველი პაციენტები მოთავს და იძულებით მკურნალობაზე და ნარკომანიასთვის თავის განებებაზე, ამიტომ ამ მიმართულებით ვთვლი რომ ალბათ თანხები მობილიზებული უნდა იყოს, რათა 2026 წელს მეტი და მეტი შემთხვევა იქნება ასეთი იძულებით მკურნალობაზე ნარკომომხმარებლების. ისევე როგორც იცით რომ კერძო შემომტანები, ფსიქოტროპული მედიკამენტების ჩვენ პარლამენტმა კანონი მივიღეთ და 1 ოქტომბრიდან მთლიანად სახელმწიფომ აიღო ვალდებულობა ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე. ამიტომ აქაც გვაქვს გათვალისწინებული დაუშვათ ინფლაციური პროცესები, რაც ევროპაში მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს რეფერენტული ფასები რაღაცებს დაწესებული, მაგრამ ევროპაში მოგვახსენება საკმაოდ არის გამოხატული ფასთა ცვლილება და ინფლაციური პროცესები, იქნება აქ რო არ მოხდეს დეფიციტი საქართველოს მედიკამენტების ბაზარზე, უნდა შევძლოთ რომ მაქსიმალურად დავარეგულიროთ ეს საკითხი. და კიდევ ერთი ჩემო მეგობრებაც აქ კოლეგებმა თქვეს, ეს არის იშვიათი დაავადებები, რომელსაც მართლაც თუკი წლების წინ ასეთი ნული ქონდა გრაფაში, დღეს არაერთი იშვიათ დაავადებას პროგრამული უზრუნველყოფას ახდენს ჩვენი სამინისტრო, ვიცით აქონდროპლაზიასთან დაკავშირებით, ვიცით და ბატონმა მინისტრმა სულ ცოტა ხნის წინ დაპირებაც კი გასცა ცისტურ ფიბროზზე მშობლებთან, რომ რა დამატებით გამოკვლევებს და უზრუნველყოფას გაუკეთებს ამ პაციენტებს, ასევე ალბათ საჭიროა და დროულად გავაკეთოთ დიუშენის სინდრომისთვის, კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ და სადიაგნოსტიკოდ იქნეს ჩადებული თანხები, რათა აქაც დავიწყოთ უკვე ეტაპობრივად ფიქრი კვლევებზე, ფიქრი მედიკამენტის შეძენაზე, მით უმეტეს დღე არ გავა, რომ პრაქტიკულად ინოვაციური მედიკამენტები ახალი და ახალი შემოდის ქვეყნად და ჩვენ როგორც წამყვანი ქვეყანა ჯანდაცვის სფეროში აუცილებელია რომ თანამედროვე წარმატებებს აუცილებლად ნაბიჯი უნდა აუბათ და არ უნდა ჩამოვრჩეთ, იმიტომ რომ ჩვენი ჯანდაცვა არის ერთ-ერთი წამყვანი არა მარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. მინდა ბოლოს გითხრათ რომ ეს ბიუჯეტი ნამდვილად ისეთია, რომელიც
მოწონებას იმსახურებს და ხარდაჭერას იმსახურებს, თავარია რომ ჩვენი შენიშვნები მესმის რომ პრაქტიკულად მესამედ ბიუჯეტს ვიხილავთ, მაგრამ პრაქტიკულად ამ მესამედის გაორმაგება მოვითხოვეთ, მაგრამ აუცილებლად ყველა საჭირო მომენტი არის გასათვალისწინებელი. ეს ჩვენი ქვეყნის აუცილებელი მომენტია და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ფინანსთა კომიტეტიც და ფინანსთა სამინისტროც და ჩვენი მთავრობა ბატონი ირაკლი კობახეძის მეთაურობით, რა თქმა უნდა, შევძლებთ, რომ ეს თანხები გამოვნახოთ და შევძლებთ ამ ბიუჯეტის ესეთ ამ შენიშვნების მიხედვით მიღება. თუმცა ჯერ პასუხებს დაველოდებით თქვენ კიდე რაღაცები არ გეთქვა. ვარჯობია ქალბატონო ირინა თქვენ რომ დაიწყოთ, შემდეგ ბატონი გიორგი და შემდეგ თქვენ ბატონო ზაზა, დიდი მადლობა. უბრალოდ მე თუ მექნება შესაძლებლობა ამ პასუხების გარდა ვისარგებლებ შემთხვევით და სამინისტროს პრიორიტეტებზე მინდა რაღაცა მცირედ ყურადღების გამახვილება და ალბათ არის ამის საშუალება. ეხლა ამ სამინისტროს ბიუჯეტის მოცულობას ზოგადად სასიცოცხლო მნიშვნელობა რო აქვს, ეხლა ამაზე ალბათ ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო, იმიტომ რომ ჯანმრთელობა, სიცოცხლეს და არანაკლებ მნიშვნელოვან სოციალურ დაცვას შეეხება. ყოველწლიურად იზრდება ბიუჯეტები ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებითაც და სოციალური პროგრამისაც და ამის არ აღნიშნა უბრალოდ ეხლა სწორი ნამდვილად არ იქნება. მაგრამ ის თანხა ეხლა წელს რა თანხითაც და რა მოცულობითაც არის გაზრდილი ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შაშანდელთან შედარებით, ბატონმა გიორგიმაც ახსენა და რეალური მოცემულობა ასეთი, რომ ისი ეხლა მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი მიდის აი ამ ხელფასების 10%-იან ზრდაზე, გარდა მისა ინდექსაციის პრინციპის შემოღებიდან გამომდინარე პენსიების ზრდაზე, კომპენსაციების ზრდაზე და იგივე ეხება ელშშ პირების სოციალურ პაკეტსაც. აქედან გამომდინარე, ნახეთ, დაგროვდა სამინისტროში რაღაცა საჭიროებები, რომლებსაც აი ეს არსებული ჭერი, ნუ ყოველ შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტის ის ვარიანტი, რომელიც ახლა ამ წუთას ჩვენ გვაქვს, უბრალოდ ვერ ფარავს. ეხლა ძალიან კარგად გვესმის ჩვენი სიც, რომ ეხლა სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის რაღაცა განუსაზღვრელი მოცულობის და ყველას და ყველაფრის საჭიროებას ერთფაშად ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ სწორედ ამიტომ აი თქვენ ბრძანეთ და აქ არის პრიორიტეტების ამბავი, მეტი არაფერი, ანუ უნდა ჩვენ არსებული საჭიროებები რაღაცნაირად პრიორიტეტების მიხედვით უნდა დავალაგოთ და ასე უნდა მიუდგეთ და ზუსტად აი ამ პრინციპით რომ მიუდექით სამინისტროში იქ აღმოჩნდა რაღაცა გარკვეული საკითხების ჩამონათვალი, საიდან გამომდინარეც ჩვენ ვართ იძულებული რომ ჭერსევით რაღაცა ეგრეთ როგორც ბიუჯეტის სპეციალისტების ენაზე მეტყვიან, ჭერსევით რაღაცა თანხა მოვითხოვოთ. ახლა მე დღეს სპეციალურად შეგნებულად აქ ლარებზე, თეთრებზე და ოდენობაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ძალიან ინტენსიური მუშაობა გვაქვს ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან და თქვენთანაც წლის ბოლომდე გავაგრძელებთ, რომ რაღაცა საბოლოო ვარიანტზე ჩამოვყალიბდეთ. ამიტომ თანხების გარეშე ვისაუბროთ, დღეს უბრალოდ პრიორიტეტები მინდა რამდენიმე გამოვკვეთო. აი პროგრამული ნაწილი ხო დავიწყოთ აქედან, აი სოციალური პროგრამები, ბატონო და თქვენც ბრძანეს, თქვენი გულის ტკივილი და ჩვენი რა ვიცი, საერთო ტკივილი არის ეს მე მგონი შაშან ჩვენ როგორც კი მოგვეცა საშუალება, რომ სოციალური პროგრამის ღირებულება რაღაცა გარკვეული თანხით გაგვეზარდა. ყისიერად გამოვიყენეთ ეს საშუალება და გავზარდეთ რამდენიმე პროგრამის და კომპონენტის ანუ ეს ვაუჩერის ღირებულება. წელსაც გვაქვს ნამდვილად იგივე ამის საჭიროება, იგივე დღის ცენტრები, რაც თქვენ დაასახელეთ, ადრეული განვითარება, აბილიტაცია, რეაბილიტაცია, მინდობით აღზრდელს ფიზიკურად ვერ პოულობს დღეს საქართველოში და ძალიან გვიჭერს, იმიტომ რომ ის 700 ლარი, რაც ჩვეულებრივ მინდობით აღზრდაზე არის გათვალისწინებული, არათუ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის, არამედ ჯანმრთელი ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებასაც ვისთვისაც არ არის საკმარისი. ეხლა ერთი აქ რასაც მინდა ხაზი გაუსვა, ანუ აქ ჩვენთვის თანხის გაზრდა რაღაცა ესეთი პანაცეა არ არის. შაშანაც რომ გავზარდა თვითმიზანი არ არის, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ ამ გაზრდილი თანხის სანაცვლოდ ველოდებით მომსახურების მომწოდებელი პროვაიდერი ორგანიზაციებისგან და იცით რომ ჩვენ ძირითადად აუთსორსზე ვართ გასული სოციალური პროგრამის ოპერირების დროს, ველოდებით მათგან ხარისხზე ორიენტირებას და უფრო გაზრდილ ხარისხს და ეს გაზრდილი ხარისხის სანაცვლოდ კიდე იმისთვის რომ ჩვენ მივიღოთ გაზრდილი ხარისხი, სახელმწიფოს კონტროლი უნდა
გაამკაცროთ და მიმდინარე წელს ეს უკვე დავიწყეთ. გარდა ამისა, წელს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, აი პირველი, როცა სოციალურ პროგრამაში მთავრობის დადგენილებაში ჩვენ ჩავდეთ შეფასების კრიტერიუმები. ხა ეს რას ნიშნავს, რომ აქამდე უბრალოდ ეს სოციალური პროგრამები, რომლებიც 40-ზე მეტი კომპონენტისგან შედგებოდა, აი ესე რაღაც თითქოს დინებას მიყვებოდა და ნუ ესე თავისი გზით მიდიოდა იმ დაფინანსების ფარგლებში, რაც არსებობდა. ჩვენ მოვითხოვთ ახლა ეს შედეგზე ორიენტირებას. ჩავდეთ შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც ამოქმედება მომავალი წლიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ 5 საპილოტო პროექტი ავირჩიეთ ამ წუთას და ჩვენ აი როცა გავა პირველი კვარტალი ამ წუთას ვართ ინფორმაციის შეგროვების ეტაპს და შემდეგ მივადგებით იმ დღის ცენტრებს და ვთხოვთ, რომ აი მე რო თანხა გაგიზარდე, რა შედეგი დამანახე ამით. თითოეული ბავშვის აი გეტყვით ახლა თითოეული ბენეფიციარის შემთხვევაში რა შედეგი მივიღეთ გაუმჯობესებული და გარდა ამისა დაჯამებულიც რას თქვენ ამბობთ, იმიტომ რომ საბოლოო სტატისტიკაში აი მაგალითად ერთი კონკრეტული დღის ცენტრი, რომელსაც ყავს რაღაცა X რაოდენობის ბავშვი, რა პროცენტი, ანუ ბავშვების რა რაოდენობა ჩაერთო ინკლუზიურ განათლებაში. ცხადია, სადაც ამის რესურსი არსებობს, თორე ნუ გვაქვს შემთხვევები, სადაც ეს შეუძლებელია. ზრდასრული შეშემოპირები, რა რაოდენობა გავიდა ღია შრომით ბაზარზე და თუნდაც აი ამ დასაქმების პორტალზე დარეგისტრირდა. ამიტომ აი ეს შედეგი გვინდა დავინახოთ და ყველაფერს თავისი ხა რაღაცა გაზრდილ დაფინანსებას შესაბამისად მათი გაზრდილი პასუხისმგებლობა უნდა მოყოს და ჩვენი მხრიდან კონტროლის გამკაცრება. აი ამის თქმა მინდოდა რომ რაღაც ეს თვითმიზანი თანხის გაზრდა არ არის, მიუხედავად იმისა რომ მოთხოვნა თანხის გაზრდაზე ძალიან დიდია. გარდა ამისა, ნახეთ ჩაშან თანხების გაზრდამ ჩვენ მოგცა საშუალება რომ რამდენიმე პროგრამის ფარგლებში გაგვეუქმებინა ლიმიტები. ლიმიტები რაც ჰქონდა, ეს იწვევდა ძალიან დიდ რიგებს სხვადასხვა მიმართულებაზე და თქვენც ახლა გადასარევად მოგეხსენებათ, ყოველდღიურად გაწუხებენ, ვიცით, იმიტომ რომ ნუ არსებობს რიგები და იმ რიგებს ახლა თუ რაღაცა მილევად რეჟიმშია ძირითადად ეს რიგები, იმიტომ რომ შაშან ამ თანხების გაზრდამ, როგორც მოგეხსენეთ, მოგცა საშუალება, რომ რაღაცა კლებისკენ წაგვეყვანა რიგები, მაგრამ ყველგან ვერ გავაუქმეთ ეს ლიმიტები და ამიტომ ნუ რაღაცა ეს რიგები ისევ არსებობს. გარდა ამისა, ამ პროვაიდერ ორგანიზაციებს აქვს ძალიან კადრები პრობლემა. იმიტომ რომ იმ თანხას, რაც ისინი ხელფასის სახით უხდიან თანამშრომლებს, ანუ ვერ უწევს კონკურენციას კერძო სექტორზე. ერთი სეანსის ღირებულება რო ავიღოთ მაგალითად. ამიტომ აქვთ კადრების გადინება და ძალიან შეინიშნება ტენდენცია სამწუხაროდ ამ მომსახურებების დახურვის. ჩვენ ახლა ამ ბავშვებს ცხადია ქუჩაში არტოვებს და ყველანაირად ვცდილობთ რომ გადავანაწილოთ და რაღაცნაირად სხვა მომსახურება შევთავაზოთ, მაგრამ ნუ რაღაცა პრობლემა არის. კარგით. პროპორცია როგორია? მიჩვენე შესაძლებელია, მაგრამ რას გულისხმობთ ბატონო? გადინება კერძო სექტორში. გადინება კერძო სექტორში ძალიან დიდი ახლა ზუსტად პროცენტულ მაჩვენებელს ვერ გეტყვით, მაგრამ დღე არ გავა რომ პროვაიდერი ორგანიზაციები არ დაემშვიდობონ, არ ვიცი რაღაცა ეს დამხმარე პერსონალსაც შეეხება და ძირითადად მაინც სპეციალისტებს, რომლებიც ბავშვებთან უშუალოდ მუშაობენ. ეხლა ჯანდაცვის პროგრამებზე გადავიდეთ, ძალიან რო არ გამიგრძელდეს ახლა თითოეულ თემაზე საუბარი, საყოველთაო ჯანდაცვას ეხება ეს და ეგრეთ წოდებულ ამ ყოველდღიურ ვერტიკალურ პროგრამებსაც. აი მართალი რომ გითხრათ, რომელ საკითხს მივადგე, აღარ ვიცი, იმდენად ყველა ძალიან მნიშვნელოვანია DRG-სთან დაკავშირებით. ახლა ზოგიერთი DRG კოდის გაზრდა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით აი რეანიმაციულ სექტორს ეხება ეს და რეანიმაციის DRG კოდის საფასურს. უბრალოდ არის შემთხვევები, როცა და ძალიან ხშირია სამწუხაროდ ეს შემთხვევები, როცა კლინიკები აი პირდაპირ ასე პაციენტს უარსებობდნენ მკურნალობაზე. აიძულებენ პირდაპირ თუ ვიგაგებით, რომ აი ესე უარი თქვან გავიდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და საკუთარი ჯიბიდან დაფარონ ეს თავისი მომსახურების თანხები. ამიტომ არის ახლა კი ეს სხვა პრობლემაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესის, მარტო თანხა არ არის და მან კეთილსინდისიერება და სხვა პრინციპები ერთვება და მაგ საკითხზე ჩვენ რაღაცა სხვანაირად კი, ამიტომ სხვანაირად ვმუშაობთ მაგ მეორე პრობლემაზე, მაგრამ ნუ მათი მხრიდან სახელდება თანხების სიმცირე და საბოლოო ჯამში რა ხდება, ისევ პაციენტის ინტერესები ზიანდება და მასე აისახება ეს და ანუ აი ეს მომენტია. ეხლა ონკოლოგია შაშა სტანდარტული კვლევების ჩამონათვალი გავაკეთეთ, იმიტომ რომ გაზრდილმა მოცულობამ მოგცა ამის საშუალება და ნუ თავისი განფასებით, მაგრამ მე ნუ პრაქტიკამ გვაჩვენა რომ ამ სტანდარტულ კვლევებში რაღაცები კიდევ არის დასავადებელი.
ქრონიკული მედიკამენტები, იშვიათი დაავადებები, ხა რაც ახსენეთ აქონდროპლაზია, დიუშენი, დიუშენს სხვათა შორის შაშან შშმ სტატუსი მივანიჭეთ და შშმ-ის სოციალური პაკეტი შესაბამისად კი იქაც მოქმედებს. გაფანტული სკლეროზი, ცისტური ფიბროზი, აი უკიდურესად ძვირადღირებული პრეპარატები არის საჭირო და ჩვენ ახლა რა თქმა უნდა იმას არ ფიქრობთ რომ ასე ერთბაშად შევძლებთ ყველა პაციენტის მოთხოვნის და ინტერესის დაკმაყოფილებას, მაგრამ აი თუნდაც ამ იშვიათი დაავადებების შემთხვევაში საიდანღაც უნდა დავიწყოთ მომავალ წელს, რომ მერე შევძლოთ უფრო აი ამ არეალის გაფართოება. თორემ ნუ აი არ ვიცი, ჰეპატიტების მართვა, დიალიზი, თირკმლის ტრანსპლანტაცია, სოფლის ექიმის პროგრამა და ეს ამბულატორიების მშენებლობა, რაც თქვენ ახსენეთ, შაშა ნავაშენეთ 10 ამბულატორია და მათ ადგილას აი არ ვიცი, გულწრფელად გეუბნებით და თქვენც ალბათ უკეთ გეცოდინებათ, რომ მე-19 საუკუნეში აშენებული რაღაცა ქოხები იდგა მათ ადგილას და იქ რომ შესულიყო, ანუ ხშირ შემთხვევაში პაციენტი ამ პერსონალი შეიძლება ჩავარდნილიყო. კი, ხო, არის ესეთი შემთხვევები და ამიტომ შეძლებს დაგვარად ახლა ეს 30 კლინიკა ამბულატორია იქნება სოფელში თუ 70 ეს სხვა ამბავია, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ და მზარდი ტენდენცია უნდა იყოს აუცილებლად. ახლა ამას რეგიონული უпростоრად ინფრასტრუქტურის სამინისტრო წაიღებს თუ ჩვენ დაგვშება არსებითი მნიშვნელობა, ხა არ ამგონია კონდეს მთავარია რომ რაღაცა ამისთვის რესურსი არსებობდეს. დასაქმების პროგრამები ერთს დავამატეთ, ხაბატონო რომ გაწყვეტინებთ ერთ წუთს არ დაგავიწყეთ. აი ამასთან ერთად ჩვენ მაინც თავი შევიკავეთ ყველაფერს, მაგრამ აუცილებელი იქნება 112-ის ბრიგადების გადაიარაღება, ახალი ავტომობილების შეძენა უკვე აუცილებელია. თქვენ რაღაც ბრძანეთ რომ არის ინფრასტრუქტურა და აი აქ მიმართულებითაც საფიქრალია ნამდვილად და ამის საშუალება უნდა იყოს რომ მომავალ წელს კარგი ძალიან. ხო შეგაწყვეტიეთ, მადლობა. არა, რას ამბობთ. ესე იგი, დასაქმების პროგრამებში ხა ეს სოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რაც არის, აქ ჩვენ ბევრი ვალდებულებები გვაქვს და სხვათა შორის ქალბატონო რიმა თქვენი ეს მეთოდოლოგია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და თქვენც ძალიან კარგად იცით ეს ამბავი. მომავალი წლის ბოლოდან ჩვენ ვაპირებთ, რომ რაღაცა ეს მეთოდოლოგია სატესტო რეჟიმში გავუშვათ. ახლა აღარ გავაგრძელებ იმაზე საუბარს, რომ ახლა მას შემდეგ რაც ამაზე მუშაობა დამთავრდა, რამდენიმე წელი გავიდა და გადასახედი არის და გადასახალისებელი ასე ვთქვათ, მაგრამ ნუ ეს მომავალ წელს ამაზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ და ამავე პროგრამის ფარგლებში არის გათვალისწინებული დასაქმებას რაც შეეხება 6000 ახალი სამუშაოს მაძიებლის რეგისტრაცია და მათთვის აი ეს რაღაცა მცირეხნიანი ტრენინგის და გადამზადების პროგრამების გატარება, რასაც ასევე ნუ ცხადია თანხები ჭირდება. შრომით იმიგრაციის კანონში შეტანილი ცვლილებები პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ ეს მოითხოვს რამდენიმე ათეული საშტო ერთეულის დამატებას, იმიტომ რომ აქ სამინისტროს განესაზღვრა ახალი ვალდებულებებია მიგრაციის, შრომით იმიგრაციის რეგისტრაციის და კონტროლის მიმართულებით კი. დევნილთა განსახლებაზე ალბათ ბატონი გია უკეთ ისაუბრებს და აქაც რაღაცა მთელი რიგი გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით. აი ხლა ადმინისტრაციულ ხარჯებზე გეტყვით. ეს ხო თითქოს ერთი შეხედეთ ახლა არ არის ესეთი პრიორიტეტული და სასიცოცხლო მნიშვნელობის, როგორც ახლა უშუალოდ ჯანდაცვაზე მიმართული თანხები, მაგრამ საქმეზე რომ მითქება ასე არ არის, იმიტომ რომ აი ნახეთ ახლა დაავადებათა კონტროლის ცენტრის აი ლუგარის ლაბორატორია არის საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში და მას იმისთვის რომ ნორმალურად ფუნქციონირება გააგრძელოს, სჭირდება ახალი აღჭურვა. და გარდა ამისა თანამშრომლის ხელფასები. მე სპეციალურად გარდა იმ საყოველთაო 10%-იანი ხელფასების ზრდისა არ შევეხე სხვა შემთხვევაში თანამშრომლების ხელფასის ზრდას, იმიტომ რომ ნუ შეიძლება არ იყოს ახლა ამისი რესურსი, მაგრამ ამათი ხელფასების ზრდა არის საჭირო, იმიტომ რომ დონორული დაფინანსება შემცირდა, ახლა ეს ფაქტი არის და ყავს თანამშრომლები, რომელთა ხელფასიც განახევრდა. და თუ ახლა ბოლომდე ვერ შევავსებთ, რაღაცა ნიშნულს უნდა მივუახლოვოთ, იმიტომ რომ ნუ სხვა შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ამ ადამიანებს. სოციმომსახურების აგენტოს სერვის ცენტრების მშენებლობა. ეს არის სერვის ცენტრები, რომლებიც აი ჯანდაცვის სამინისტროს ფაქტიურად რა მომსახურებებიც გააჩნია. ყველა მომსახურების წინა ხაზის თანამშრომლები არიან ერთად, მიდიან აი ადამიანის პენსიის მოთხოვნაზე, რომ შეაქვს განაცხადი, უნდა მივიდეს ამ სერვის ცენტრში და ზოგიერთი სერვის ცენტრი ისეთ სავალალო მდგომარეობაში, აი არ ვიცი, გვერდით აქვს სამკერვალო რაღაცა ფაბრიკა თუ საამქრო და მათთან ერთად ხედან. უმრავლესი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განსაკუთრებით სერვის ცენტრები არ არის შშმ პირებზე ადაპტირებული და რომ მოდის შშმ თანამშრომელი მესამე მეოთხე სართულიდან ჩადის ქვევით, იბარებს განცხადებას და ეს აი ძალიან უხერხული სიტუაცია იქნება. ეს საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმაციული ტექნოლოგიების აგენტო ჩვენი ცალკე საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
აი ამ სააგენტოს გამართულ ფუნქციონირებაზე არის ჩათვალეთ დამოკიდებული ჩვენი სამინისტროს ძალიან ბევრი ფუნქციის განხორციელება და რატომ ზოგადად სამინისტროს სისტემაში მონაცემთა ბაზები არის დღეს საკმაოდ სუსტი. იგივე სოციმამსახურების სააგენტო, რომელიც აი რამდენ მილიარდს განკარგავს ახლა ხედავთ ჩვენ და პენსიების და კომპენსაციების გაცემაზე არის ორიენტირებული ყოველთვიურად, ხომ? მას აქვს იმდენად მოძველებული მონაცემთა ბაზები, რომ ყოველთვიურად თანამშრომლებს უწევთ ხელით გადადარება ათეულობით ათასი აი ამ მონაცემის, რომ მეორე დღეს ადამიანმა მიიღოს პენსია. ზრუნვის სააგენტოს მონაცემთა ბაზები. აი ასე არის, იმიტომ რომ ძალიან მოძველებულია ეს ბაზა. ზრუნვის სააგენტოს არ აქვს პროვაიდერი ორგანიზაციების ერთიანი მონაცემების ბაზა. ჩვენ რომ მოგვიდეს დღეს გავიგოთ, ბავშვი იღებს თუ არა მომსახურებას სადღაც, ვერ გავიგებთ ამას. ამიტომ აი ამ სააგენტოს გაძლიერება არის აუცილებელი, რომ ის მერე დაეხმაროს ამ ჩვენ დანარჩენი ფუნქციების განხორციელებაში დაგვეხმაროს. სასწრაფო დახმარების მანქანები უნდა გავაგრძელოთ ამ ავტოპარკის შეძენა, კი, გასაგებია და აი ხელფასები ნახეთ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ხელფასები. აი ერთი შემთხვევა რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი არ ვიცი რაღაცა უბედურ შემთხვევაზე გადის სასწრაფო დახმარება, სახანძრო უსაფრთხოება და პოლიცია და რომ შევადაროთ ამ თანამშრომლების ხელფასები, აი ძალიან მკვეთრად ჩამოვარდება სასწრაფოს თანამშრომლების ხელფასი დანარჩენებს. ნუ ახლა შედარება გავაკეთეთ და ასეა. ზრუნვის სააგენტოს შემთხვევაში ტრაფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების შენობები მაგალითად არის ძალიან ხშირ შემთხვევაში ავარიულ მდგომარეობაში და არ ვიცი რაღაც სილიკატური აპურით ნაშენები და აზბესტ ცემენტით გადახურული, რომელიც არის ჯანმრთელობისთვის საზიანო, როგორც ექსპერტები გვეუბნებიან. რამდენიმე სიტყვით სამინისტროს ახალ ფუნქციებზე და ამით დავასრულებ, სიტყვა გამიგრძელდა. თქვენ უკვე ახსენეთ ბატონ ზაზაეს სისხლის დონორობის მოკლედ ამ კომპონენტების შესახებ ახალი კანონი, რომლითაც გვევალებოდა სახელმწიფოს ცენტრალური სისხლის დაწესებულების დაფუძნება. ჩვენ დავაფუძნეთ ასეთი დაწესებულება 1 ოქტომბრისთვის, რომელიც ჯერჯერობით ასე სრულყოფილად ვერ ახორციელებს ფუნქციებს, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე მან უნდა გამოიყენოს არსებული სხვა დაწესებულებების რესურსი, მაგრამ მომავალ წელს უკვე მეტყვი 1 აპრილიდან დანარჩენები ვეღარ გააგრძელებენ ფუნქციონირებას, მან უნდა შემოიკრიბოს მაქსიმალურად სიმძლავრეები და ისეთ ნიშნულს უნდა მიაღწიოს, რომ შეძლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლზე აი ამ არსებული სისხლის მარაგების მართვა და სისხლის დეფიციტი არ უნდა იყოს მთელი საწარმოო პროცესი უნდა გადმოვიდეს აი ამ ცენტრალურ დაწესებულებაში, რასაც დღეს ფაქტიურად დაახლოებით 20-მდე დაწესებულება ახორციელებს. თან არ დაგვავიწყდეს, რომ აპრილიდან უანგარო დონაციის პრინციპი შემოდის ზუსტად და აი ამ მოცემულობაში უნდა შეძლოს ამ დაწესებულებამ ფეხისადგმა და სრულყოფილი ფუნქციონირება. ნარკოტიკებს რაც შეეხება, ხა სახელმწიფო იქცა ვიცით ამ ნარკოტიკების და ფსიქოტროპების ერთადერთ ექსკლუზიურ შემომტანად, იმპორტიორად და საბითუმო რეალიზატორად და ხა აქ როცა რეალიზაციაზეა საუბარი, ცხადია სახელმწიფო რა მოგებაზე მანდ არ შეიძლება საუბარი იყოს, მაგრამ ნუ სახელმწიფოს უწევს ამ პრეპარატების ყიდვა და შემოტანა. ნარკომანით დაავადებული პირების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა. აქაც სახელმწიფო იქცა, ასე ვთქვათ, ამის ექსკლუზიურ განმახორციელებლად და აქ ნახეთ რაზე გვინდა ყურადღების გამახვილება ის მეთადონი და ბუპრენორფინი, რომელიც დღეს მიეწოდებათ ამ ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში, როგორც აღმოჩნდა, არ არის ერთადერთი ვარიანტი და არის უკვე მსოფლიოში ახალი ამის ალტერნატიული პრეპარატები შემოსული და გვინდა რომ ამას ფეხი აუწყოთ და გარდა ამისა, ნახეთ, გვინდა რომ შევცვლოთ თვითონ ამ ჩანაცვლებითი პროგრამის შინაარსი. მარტო ის კი არა რომ უბრალოდ კერძო ცენტრები დაიხურა და ეს ფუნქცია სახელმწიფოს გადმოეცა, არა, შინაარსი ანუ განკურნებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, რაც გულისხმობს იმას, რომ მარტო პრეპარატი არ უნდა მივაწოდოთ ჩვენ ნარკომანით დაავადებულ პირებს, არამედ უნდა მივაწოდოთ კომპლექსური მომსახურება, იქნება ეს დამატებით ფსიქოლოგის მომსახურება, სხვადასხვა სახის თერაპიები თუ ასე შემდეგ. და ინფრასტრუქტურა ამასთან ერთად, იმიტომ რომ არაერთხელ საჯაროდაც გაჟღერდა, რომ ეს დაწესებულებები უნდა მოშორდეს მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებს და უნდა გავიდეს ცალკე ხაცხადი ესეთი ადგილი არ უნდა იყოს, რომ ადამიანი ვერ მივიდეს იქ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის დისკომფორტი უნდა მოეხსნას მოსახლეობას, რაც აქვს დღეს და რაც განსაკუთრებით ჰქონდა, როცა კერძო სექტორში იყო ეს ფუნქცია.
და ბოლოს აი ეს ნარკომანიით დაავადებულთა პირთა სავალდებულო მკურნალობის პროგრამა თქვენ ასევე ახსენეთ, ამისი აღსრულებას ჩვენ შაშან შესული ცვლილებებიდან გამომდინარე დაგვევალა და თბილისში უკვე გავმართეთ ასეთი დაწესებულება, რომელიც არის სულ 22 პაციენტზე ორიენტირებული და მალე შეივსება, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე იქ მკურნალობს და ჩვენ ახლა ვაპირებთ, რომ დასავლეთშიც იგივე გავაკეთოთ, რომელიც უკვე 22 არა და 100 მეტ პაციენტი უნდა დაიტიოს და იქ კი ბატონო სასამართლო განაჩენი არის საჭირო იმისთვის რომ პირს დაენიშნოს სავალდებულო მკურნალობის გავლა. დასავლეთ საქართველოშიც გვექნება ვაპირებთ რომ გავაკეთოთ იგივენაირი დაწესებულება და აქ მხოლოდ შენობის ყიდვაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ თითოეული პაციენტის მკურნალობა ვიცით რომ ნამდვილად იაფი არ ჩდება. მე სიტყვა გამიგრძელდა მაპატიეთ, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება ამ ყველაფერში. დიდი მადლობა. გულგრესი მადლობა ქალბატონო ირინა, ყოფილი ვერ მივაგენით ვერავინ. იყო პერიოდი, როდესაც ეს იყო ინფრასტრუქტურაში და წამოვიღეთ ჯანდაცვაში. განათლებაში, წამოვიღეთ განათლებაში, აღმოჩნდა რომ არა, უნდა წავიდეს ისევ ინფრასტრუქტურაში რეგიონში. აი ვის ვკითხოთ, ხელოვნურ ინტელექტს ვკითხოთ, ვისაც გინდა ვკითხოთ, რომელიც საუკეთესო გამოცდილება გამოვიღოთ, ყველაზე კარგი ევროპული, ან ყველაზე კარგი ამერიკული და იმისი პირდაპირ კალკილება რომ გავაკეთოთ, რომ ინფრასტრუქტურა არის ძალიან მისახედი ჩვენ სფეროში, ჯანდაცვაში, რაც ბატონო ზალმა თქვა. რეგიონებში ადგილზე, იმიტომ არ შეიძლება ხარ დახარიცხება ადამიანის, სადაც იქ რო იყოს უშბაზე რო ცხოვრობდეს, იქ უნდა მიიღოს მომსახურება. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის. გავიდა გარკვეული დრო, აგერ ვისწავლეთ ინვესტიციების მოზიდვა, რაღაცების გაკეთება, გაკონტროლება, ეს უნდა დავადგინოთ. ეხლა ჩვენ განათლებაში უკან დავაბრუნეთ, ხო? განათლებაში წავიდა ინფრასტრუქტურაში. გადასარევი მინისტრები ხავს, ეხლა იქაც რაღაც. აქ არ არის ცუდი მინისტრები. რაღაცა ფორმულა ვერ ჩაჯდა. იქნებ ვინმე რაღაცა გამოცდილება გავიზიაროთ, რა ჩვენ ვერ მივაგენით. ლოფადონო, გისმენთ ბატონო გიორგი? ბატონმა ირინემ ამოწუროთ ისაუბრა, მე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. დიდ დროს აღარ დაგაკარგინებთ. გეტყვით რომ დევნილების ძელვადენი გასახლების პროგრამა ჩვენ დავიწყეთ 2023 წელს. და ეს არის თავისი შინაარსით უპრეცედენტო პროგრამა. მინდა გითხრათ რომ ეს გასახლების პროცესი თავიდან ბოლომდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. აქ არ არის არც ესხი, არც გრანტი, ეს არის ჩვენი ვალდებულება. ქართული სახელმწიფოსი, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც განიცადეს უამრავი უბედურება ამ წლების მანძილზე, რაც თავარია დაკარგეს საცხოვრისი, დაკარგეს ახლობლები, დევნილები არიან თავიანთ სამშობლოში, ამიტომ მე ვფიქრობ მათ მიმართ ჩვენ მომეტებული პასუხისმგებლობა გაგვაჩნია და ჩვენი ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას გწნობს თავიდან ბოლომდე. აქედან გამომდინარე ჩაისახა და შემდეგ განვითარდა ეს პროგრამა, როგორც გითხარით 23 წელს დაიწყო და 27-ში დასრულდება, 27 წლის დასაწყისში. 612 მილიონი ლარი დაიხარჯება ძელვადიან გასახლებაში ჩვენი დევნილი საზოგადოების. მხოლოდ ქუთაისში 720 დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებისთვის დაიხარჯა 82 მილიონ ლარზე მეტი. აქ შედის არა მხოლოდ კორპუსების შენებლობა, არამედ სრული კეთილმოწყობა იმ ტერიტორიისა, სადაც ეს ადამიანები დასახლდნენ. ამ თვალსაზრისითაც ეს პროექტები არის უნიკალური, არის აბსოლუტურად ავტონომიური, როგორც წყალმომარაგების, ელექტრომომარაგების, გაზმომარაგების კუთხით. იქვე არის ბავშვთა გასართობი მოედანი, სპორტული მოედანი, ანუ ყველა პირობა არის შექმნილი, რომ ადამიანებმა სრულფასოვნად შეძლონ ცხოვრება. და ამით ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა მოაგვარეთ ქალაქ ქუთაისში დამეთანხმება ბატონი ზაზა ჩვენთან ერთად ფაქტიურად ჩართული იყო ამ ადამიანების განსახლებაში. აქვე გეტყვით რომ
ჩვენ გეგმავთ მომავალშიც გვაქვს ყოველ შემთხვევაში დიდი სურვილი, რომ ეს პროექტები გაგრძელდეს. ახლა მიმდინარეობს მშენებლობა და დასასრულს უახლოვდება ბორჯომში 150 ოჯახზე, რუსთავში 800 ოჯახზე. ზუგდიდში ზუსტად თუ მახსოვს 1700 ოჯახზე და თბილისში ეს გრანდიოზული მშენებლობა, რომელიც 11 კორპუსს მოიცავს, 2500-ზე მეტი ოჯახი უნდა განსახლდეს თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე. ყველგან არის მაღალი ტემპი მშენებლობის, არის დაგვიანება თანხების ათვისების გადარიცხვის კუთხით, რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს დახმარებით არ შეიმჩნევა და არც არის მოსალოდნელი, ბუნებრივია და ამისთვის მადლობა ყველა იმ ადამიანს და უწყებას, ვინც არის ამ პროცესში ჩართული და ჩვენ ამითი დავასრულებთ ფაქტიურად ერთ წელიწადში, წელიწადნახევარში ამ ეტაპს გასახლების. 6000 ოჯახი მიიღებს ბინას. ახლა რა თქმა უნდა ჯერია ისევ ჩვენზე მთლიანად თქვენზე, ჩვენზე მთავრობაზე, რას ვაპირებთ ამ მიმართულებით, უნდა დავხარჯოთ თუ არა კიდევ საბიუჯეტო შემოსავლები ამ მიმართულებით, უნდა გავიღოთ თუ არა გარკვეული სახსარი, აი ეს არის გადასაწყვეტი ჩვენ წარმოდგენილ პროექტში 158 მილიონი ლარი გვაქვს მოთხოვნილი მომავალი წლისთვის, მხოლოდ ერთი წლის დანახარჯია ეს. ეს გრძელვადიანი პროცესია, მოგეხსენებათ, რომელიც 4-5 წელს მოიცავს. თუ ეს თანხები იქნება გამოყოფილი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისევ 6-დან 7000 ოჯახამდე ესეთ პირობითად გეუნებით და დავკონკრეტდებით გააჩნია როგორი იქნება დაფინანსება ამ რაოდენობაზე, შეგვეძლება მომავალი 4 წლის მანძილზე ისევ განვასახლოთ ამდენი ადამიანი. მინდა გითხრათ, რომ ათასობით ოჯახი რა თქმა უნდა ელოდება გასახლებას. ჩვენ ამის გარდა გვაქვს კიდევ საკმაოდ აქტიური სხვა პროგრამაც, სოფლად სახლის, ეგრეთ წოდებული სოფლად სახლის პროგრამა. შარშან როგორ ბოდიში ბატონო გიორგი, როგორ ორიოდე სიტყვით რო გითხრათ მაგ პროგრამის შესახებ, მისი ეფექტურობა როგორ არის, დინამიკაში რას უყურებთ ამ 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება და კარგად მიმდინარეობს ძალიან ეს პროგრამა წელს თანხებს ჩვენ მთლიანად ავითვისებთ. გამომდინარე იქიდან რომ თანხების ათვისება ამ პროგრამაში აქტიურად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტრომ ჩვენი თხოვნა, ასე ვთქვათ, შეისმინა და დააკმაყოფილა და კიდევ გვიზდიან ბიუჯეტს 70 მილიონი გახდება, წელს 60 მილიონი იყო, მომავალ წელს 70 მილიონი გახდება. ეს კარგის და არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ეს პროგრამა ბოლომდე განვითარდეს და წავიდეს. აქ ჩამორჩენები ჩვენ არა გვაქვს ინტენსიურად ვატარებთ. იგივე პროგრამაა მრავალშვილიანებზე და აქაც რო გითხრათ ჩვენი მოსახლეობის გასაგონად. როგორ დავასრულეთ ეს 25 წელი და რა დინამიკა გვაქვს? კი ბატონო, და მოკლედ სოფლად სახლის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს და აქ ათასობით ოჯახი დაკმაყოფილდა და კიდევ ბევრი დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, ამ წელსაც და მომდევნო წლებში ჩვენ ცოტა ჩამორჩენა გქონდა, ეს ჩამორჩენა განხილვებს გულისხმობ, განცხადებების განხილვებს, აღმოფხრილი იყო უკვე წელს და აი 24 წელს ჩავხურავთ, შევეცდებით რომ 24 წელი ჩავხუროთ, რაც შეიძლება სწრაფად და უკვე 25 წლის განაცხადების განხილვაზე გადავიდეთ. რაც შეეხება მრავალშვილიანი ოჯახების. აქ ჩემი აზრით ცოტა კრიტიკულად უნდა შევხედოთ ჩვენ ზოგადად ამ პროგრამას. მე მაინც ცოტა თანხა გულს მეთანაღრება სიმართლე გითხრათ. სამწუხაროდ ისეა გაძვირებული უძრავ ქონებაზე ფასები ქვეყანაში, რომ 50000-ად რთულია ადამიანმა, მათ შორის რეგიონებშიც, რა თქმა უნდა, მოიძიოს საკარმიდამო ნაკვეთი და მიუხედავად ამისა, ჩვენ ასობით ოჯახს უკვე შევუძინეთ ამგვარი საკარმიდამო ნაკვეთი და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით ის 50 მილიონი, რომელიც 2 წელიწადზე უნდა დახარჯულიყო, ჩვენ გადავანაწილეთ ფაქტიურად 4 წელიწადზე და გვინდა რომ ესე გავყვეთ, თუ აქ და იქნება რამე და ტემპი იქნება, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, თანხებიც იქნება, არავინ არ დაგშურდება ახლა ამ
საშვილიშვილო საქმისთვის გარკვეული სახსარის გამოყოფას და ფინანსების დამატებას. ეს 4 წელი მე ამას თვლი გასული წელიც, შემდეგ ეს წელიწადი და კიდევ 2 წელი პლუს ესე მოხდა, იმიტომ რომ რადგანაც ათვისებაში იყო ჩამორჩენა, რა თქმა უნდა ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გაგვენაწილებინა ეს თანხა და ჩამორჩენა სწორედ ამიტომ იყო, ამითი არის განპირობებული რომ რთულია 50000 ლარად ღირსეული საცხოვრისის მოძებნა, მით უმეტეს როცა საკითხი ეხება მრავალშვილიან ოჯახებს, იცით რომ სოფლად სახლს და აქაც კომისიური წესით მუშაობთ, ფაქტიურად ყოველ საკარმიდო მონაკვეთს დეტალურად გავდივართ, მის მდგრადობას ვაფასებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება დაკმაყოფილება ამა თუ იმ ოჯახის. აი აქ ჩვენ ფიქრობთ ჯერ რომ რაღაცა თანხის გაზრდაზეც დავიწყოთ საუბარი, იქნებ ამან უფრო წაახალისოს პროცესი და წინ წაიყვანოს. გამოდის რომ წელიწადში დაახლოებით 250 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი იღებს სოფლად სახლს. ცოტა მეტი, ხო? თუ კი 4 წელიწადზე გადავანაწილეთ ის პროგრამა. სადღაც ესეა. ჩვენ ხო 1000 ოჯახის გასახლება გვინდოდა. სადღაც ესეა ახლობით. ეხლა ანუ 250-ზე მეტია განსახლებული უკვე. ბევრად მეტი. 500, ნუ ნახევარზე ცოტა მეტი არის გასახლებული. იმიტომ რომ არაერთი მადლიერი ოჯახი ვიცით, რომ მომოთ შეიძინა სოფლად ბინა და ნამდვილად თავის ჩვენ ვანიდან დაიწყო ეს პროცესი, კარგად მახსოვს პირველი. მახსოვს. თქვენი კუთხიდან. გვახსოვს კი ბატონო. პირველი ოჯახი, მრავალშვილიანი. ქუთაისიდან გადავიდა მრავალშვილიანი ოჯახი. მოედო მთელ ქვეყანას, რა თქმა უნდა. და ესე ძალიან კარგი ისე კარგი იქნება თუ აქ რაღაც რეპორტაჟს მოვამზადებთ ბატონო გიორგი და პოპულარიზაციას გავუწევთ ამას და ეს მადლიერ ხალხს ჩავწერთ, რათა მეტი მომხრე იყოს იმისა, რომ ეს მრავალშვილიანი ოჯახებში ქალაქიდან გადავიდნენ სოფლად და თავის ღმერთმა მეურნეობა გააგზავნონ იქ. ძალიან კარგი იქნება ჩემი საზრით. კი ბატონო და მოკლედ შევეხები დასაქმების მიმართულებას, იცით თქვენ ჩვენთან არსებობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ახალგაზრდა სააგენტოა, როგორც 21 წლის ბოლოს შეიქმნა, მოგვისწრო კოვიდმა და ფაქტიურად ერთი წელიწად ნახევარია უკვე მთელი ძალით მუშაობს ეს სააგენტო. რა თქმა უნდა, აქაც არის ბევრი პრობლემა, მუშაობთ რომ ეს პრობლემები ფინანსთა სამინისტროსთან, სხვა სტრუქტურებთან შეთანხმებით აღმოფხვრათ და გავააქტიუროთ დასაქმების პროგრამების ესეთი საფუძვლიანად დამკვიდრება ქვეყანაში, იმიტომ რომ მუშაობის პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, იცით, მოგეხსენებათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამას ყოველთვის ხაზს უსვავს და ყოველთვის აკვირდება ამ ტენდენციებს თავრობასთან ერთად და ჩვენც შეძლებს დაგვარათ ამ ეტაპზე ჩართულები ვართ იმისთვის, რომ მრავალფეროვანი იყოს ამგვარი პროგრამები. ახლა ჩვენ ვსჯელობთ რამდენიმე პროგრამის მოდიფიცირებაზეც, სტაჟირების მიმართულებით, მაღალმთიან რეგიონებში დასაქმებულთა სუბსიდირების მიმართულებით არის რამდენიმე რაღაც ინოვაციური ხედვა, რა თქმა უნდა ამას მოგახსენებთ, როცა ბიუჯეტები იქნება კარგად გავლილი და ხარჯი კარგად იქნება დათვლილი ამ მიმართულებით, შესაბამისად აქაც გვაქვს ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმის გამოთქმის ვარაუდი და იცით თქვენ ქალბატონმა ირინამ აღნიშნა ეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო მიგრაციის მიმართულებით რამდენიმე საკუთარ მნიშვნელოვანი კანონში ცვლილება და ამ მიმართულებით ჩვენ დასაქმების სააგენტოს შესაძლებლობებს ვაძლიერებთ ახლა. კანონ პროექტი ძალაში შედის მომავალი წლის 1 მარტიდან და გარკვეული დებულებები შედის 27 წლის 1 იანვრიდან და ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი შრომითი ბაზარი სრულად გავაკონტროლოთ, ტენდენციები გავაკონტროლოთ, რაც თავარია. ნახოთ სად გვიჭირს, სადა გვაქვს ჩავარდა და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა არის, რომელიც მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან არის დაკავშირებული პირდაპირ და გვაქვს სრული გაგება ამ საკითხის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ყველა სტრუქტურაში აბსოლუტურად და რა თქმა უნდა ფინანსთა სამინისტროშიც ძალიან გვეხმარებიან რომ ეს პროცესი წინ წავიდეს, სტრუქტურა ჩამოყალიბდეს, გაიმართოს და შესაბამისად უკვე შეასრულოს საქართველოს
კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები სრულად და ეს ყველაფერი ამოქმედება მომავალი წლის გაზაფხულიდან და იმედია აქ ხელშესახები შედეგები გვექნება, რომელიც რა თქმა უნდა მოხსენდება საბოლოოდ საქართველოს პარლამენტს. მადლობთ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. ბატონ გიორგი კაკაბურძის თუმცა კოლეგებმა შეგიბს უბუქეს ბატონო გიორგი. კი, ძალიან მოკლედ შევეცდები. თუ პირიქით. არა, არაფერი, მოკლედ შევეცდები. ზოგადად ბატონი რადოს შეკითხვებით უნდა დამეწყვალოთ, მაგრამ ერთიანად გავცემ პასუხს, მაგრამ ბატონმა ლადომ ახსენა, რომ ბიუჯეტის ციფრები არ არისო, მაგრამ სამწუხაროდ შინაარს უნდა გავუყეს, მაგრამ სამწუხაროდ ციფრებით შეზღუდულები ვართ. ამიტომ თუ ის ციფრები, ის რესურსი არ მოგწევს შესაძლებლობას, ყველა ის სურვილი, რაც ყველას ერთად გვაქვს, ალბათ დაკმაყოფილებული ვერ იქნება. ამიტომ ეტაპობრივად უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ის რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ სწორად, გამოვიყენოთ ისე, რომ თითოეულ ჩვენ მოსახლეს და მოქალაქეს უფრო ეფექტურად გამოვიდეს, როგორც დღეს, ანუ 2026 წელს, არამედ გრძელვადიან პერიოდში და არ დაუშვათ ისეთი რისკები შექმნა, რომელიც საბოლოო ჯამში ერთ დღეში შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესოს ის მიღწეული შედეგები. თქვენ რამდენიმე პროგრამა ახსენეთ შემცირების, თუმცა ეს პროგრამები რეალურად წლევანდელ წელთან შემცირებული არ არის, ის იყო შარშან გრანტების ხარჯზე ერთზეირადი უფრო მეტი, არ გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვას და უკვე წლევანდელთან შედარებით ზრდამა არც ეპიზედამხედველობაში, არც რეფერალურში, არც ეკომიგრანტებში შემცირებული არ არის, უბრალოდ შარშანელთან შედარებით იყო გარკვეული ერთზეირადები, რაც იყო. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, ირინასაც ქონდა საუბარი, რა თქმა უნდა, დიაჯი გეთანხმებით, რომ ალბათ ყოველთვის და ეს არ არის ერთხელ დადგენილი ფასი, რომელიც მუდმივად იმუშავებს, ამათ ხშირად გარკვეულ პერიოდში ერთხელ გადახვედა დაჭირდება. თუმცა, ალბათ კოლეგებს უფრო მეტი ინფორმაცია, თქვენს მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში უფრო ჩართულები ხართ, როდესაც დიაჯი ერთ და იგივე ფასი არის 10 კლინიკაზე და 8 კლინიკა მშვენივრად აკეთებს ამას და რომელიღაც იძახის, რომ მე არა ეს არ მინდა არ მაწყობს ესეთი კლინიკა შეიძლება ყოველთვის გამოჩნდეს რა იდეალური ფასისთან უნდა დავადგინოთ ხო შეიძლება ყველანაირი კომპონენტი გავითვალისწინოთ და სწორი ფასი იდეალური ფასი იყოს დადგენილი მაგრამ ვიღაცას უნდადეს რომ არა მე ამ ფასად არ გავაკეთებ და ორჯერ მეტი უნდა ავიღო ესეთ რაღაცაზე სახელმწიფო მოარი უნდა უთხრას აუცილებლად იმიტომ რომ არ შეიძლება ყველას მოთხოვნები სახელმწიფომ დააკმაყოფილოს ხო არ მე ვიზახი ზოგადად არსებობს ესეთი შემთხვევები რომ DRG სწორია მაგრამ მაინც რომელიღაც კლინიკას არ აწყობს მე ვეთანხმები იმაში სამინისტროსთან ჩვენ ხშირი კონსულტაციები გვაქვს რომ რაღაცები გადასახედია 2 წლის წინ დადგენილი ფასი შეიძლება რაღაცა შეიცვალოს მაგრამ ის თუ 10 კლინიკიდან 8-ისთვის ან 9-ისთვის მისაღებია და რომელიღაცა ქირურგი ამბობს რომ არა რაღაცა მე 20000 უნდა ავიღო ამაში დიდი ბოდიში ვარა წამზადდეს და აიღოს 20000 სადაც უნდა ანუ ეგეთებიც ხდება სამწუხაროდ ამიტომ უნდა მივყვეთ სწორად სწორი ფასი დავადგინოთ და ამ სწორ ფასს ვინც არ ექვემდებარება ამ მოჩილება შეუძლია წავიდეს და სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე რამდენიც უნდა 20000 100,000 აიღოს ხო არავინ არ უშლის ანუ სახელმწიფომ ერთ ჩარჩოში ერთ ხარისხიანი ჯანდაცვა უნდა მიაწოდოს ერთნაირად ერთ ჩარჩოში ხო არ შეიძლება სახელები და გვარების მიხედვით ვარჩიოთ კლინიკები ამიტომ ნუ ძირითადად რაც შეხება რეფერალური პროგრამა ახსენეთ ხა რეფერალურ პროგრამაში თუ ცოტა შტუში ნაშაოდ კარგი პროგრამაა კი ბევრს დახმარებია ბევრს ეხმარება მაგრამ მეორეს მხრივ 2 წლის წინანდელი რეფერალური პროგრამა რაც იყო იქ 50%-ზე მეტი 60% იყო სწორედ ონკოლოგიაზე მოდიოდა რა და როდესაც ჩვენ ონკოლოგია მთლიანად გადმოვიდა და ონკოლოგიის თემები ნაკლებად აწובה რეფერალურს ხა რეალურად რეფერალური შინაარსის ხა რაღაცების გაორმაგებულია რა ხა თუ შევადარებთ 2022 წელს და 23 წელს ვორცები რა იყო რეფერალურიდან წასული ონკოლოგიის ნაწილში როცა საყოველთაოდან დაახლოებით 50 მილიონი იხარჯებოდა სულ ონკოლოგიაზე და დღეს 300 მილიონამდე ავდივართ ონკოლოგიაზე დახარჯვებაზე ანუ იქ რეფერალურში გაცილებით მეტი რესურსია დარჩენილი თქოს ამიტომ ციფრებიც არის ბიუჯეტი მარტო ციფრები არ არის შინაარსის რო შევყვეთ ცოტა სხვანაირადაც არის ანუ გაცილებით მეტი არის დღეს სხვა ნოზოლოგიებისთვის დარჩენილი რეფერალურში ვიდრე იყო 2 წლის წინ მიუხედავად იმისა რომ თანხა იგივეა იმიტომ რომ აქედან გამოვიდა და სხვაგან წავიდა კი მაგით კი ბატონო ამიტომ შინაარსიც და ციფრების ერთობლივად გვიწევს ხონოჯერობა პირველადი ჯანდაცვის ნაწილზე წელს დავიწყეთ გარკვეული ჩარჩო ჩამოვაყალიბეთ და ჯამურად რაც დავთვალეთ ეს არ იქნება ერთ წელიწადში ვერ აწევს უბრალოდ ვერც კლინიკები ამას გარკვეული სტანდარტებია დასაკმაყოფილებელი თუმცა ამ სტანდარტებთან ერთად იზრდება ანაზღაურება დაახლოებით 130 მილიონიანია ბიუჯეტი რომელიც ეს დაიწევს თუმცა ეს ერთ წელიწადში არ მოხდება დამატება წელს ველოდებით რომ დაახლოებით 20-დან 25 მილიონამდე იქნება რაცაც კლინიკები შეძლებენ რომ სტანდარტი დააკმაყოფილონ ნაციონის კვლევები ჩაატარონ რეალურად რა კვლევების პირველად ჯანდაცვა სჭირდება ხო დაფინანსება ხო არ არის თავარი რომ ფული მივცეთ და სახის დავიდეთ ეს
გასახსნელი. ანუ ეს უნდა გაკეთდეს, რომ უკეთესი ხარისხი მივიღოთ პირველმა ჯანდაცვამ მიუღწეს იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოო ჯამში კლინიკებზე ნაკლები დაწოლა იყოს მომავალში. ეს არის მთელი შინაარსი ამისი. ხო და ამიტომ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი საპილოტო პროგრამა, რომელიც ნოემბრიდან უნდა დაიწყოს, თუმცა აქტიური ფაზა იქნება უფრო 26 წელი პირველი და შემდგომში ეს გაფართოვდება. ნუ რაც შეეხება მშპ-თან პროცენტი, ნუ 2%-ია ახლა. თქვენი ყოველწლიური სურვილი არის, რომ გავზარდოთ ეს ბატონო ზაზა, თუმცა რო გავზარდოთ რაღაცას უნდა მოვაკლოთ, მაგას ვიძახი, ანუ რაღაცით უნდა შევეცადოთ, რომ გავზარდოთ. სოფლის ამბულატორიებზე წესასწრაფი შეერევლობა და ამის რესურსი არის მომდევნო წელსაც ზოგადად სასწრაფოს მანქანები იყო ნახსენები, აღჭურვები კლინიკების, რომელიც 80 მილიონია ახლა ამ მიმართულებით გათვალისწინებული. მათ შორის სოფლის ამბულატორიების გამოყენებაც შეიძლება. აქ გარკვეული პროცედურული თემებიც არის, რომელიც მომწოდებელმა რაღაცა ვერ გააკეთეს, სწორედ ანუ ბევრი სხვადასხვა დეტალებია, რომელიც მე მგონი გასულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს ბოლოში და სასწრაფოს მანქანებზე ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში რაც მთიან რეგიონებში საჭიროა, იქ უფრო მალე ჩაიხურება თემა და დანარჩენებსაც, ანუ მარტო ფულის პრობლემა არ არის, ფული დღეს წესასწრებს ამისი და გარკვეული შესყიდვები ამ მიმართულებით მიმდინარეობს. უსაფრთხო სისხლი და ნარკოდანაშაული ორი ახალი მართლმსაჯულოვანი მიმართულება რაც არის, ამაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მუშაობთ და გარკვეული გათვლებია საჭირო, ზუსტად ვიცოდეთ ახლა უბრალოდ რაღაცა რომ გასაკეთებელია ვიცით, მაგრამ შესაბამისი გაანგარიშება ამიტომ არის რთვიანი პროცესი საჭირო ჩვენ სამინისტრო თქვენ რომ სწორად ჩამოვაყალიბოთ ეს ახლა უბრალოდ რომ რაღაცა თანხა ჩავდოთ და ან გვეყოფა ან არ გვეყოფა ესე ხო ვერ ვიმუშავებთ ესე ხო გავიგე უბრალოდ რამდენი უნდა ჩავდოთ მომდევნო წლის ბიუჯეტში ახლა იგივე მიმართული ნარკოპოლიტიკის მიმართულებით იძულებით კერნოლობა რო ახსენეთ საერთოდ არ ქონდა წესი ჩადებული მაგრამ ახლა გადაწყვეტილება მიღებულია და ქუთაისში რომ მეორე ცენტრი უნდა გაიხსნას გარკვეული გამოსყიდვები ხდება იქ შენობების ანუ პროცესი მიდის უბრალოდ ეს არ გამოდის რომ პირველივე წარდგენაზე ყველაფერს ვერ ვითვალისწინებთ საბოლოოდ მინდა ვთქვა რომ ჩვენ აქტიურ კომუნიკაციულ კონსულტაციებს გავაგზავნებთ სამინისტროსთან იგივე დევნილ დასახლების მიმართულებით აქ მე მგონი გადაწყვეტილება მისაღები არ არის გადაწყვეტილება მიღებულია რომ გავაგზავნებთ ამ მიმართულებას უბრალოდ 26-ში რას დავხარჯავთ 27-ში რას დავხარჯავთ და როგორ აეწყობა ეს პროცესი თორე აქ ახალი გადაწყვეტილებები ნამდვილად არ გვჭირდება ეს გადაწყვეტილება მიღებულია რომ ეს მოსახლეობა ვიზედაც სახელმწიფო ვალდებულება აიღო ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს სახელმწიფომ შეიძლება გარკვეულ კატეგორიებს სხვა ფორმით მიეცეს და მშენებლობას არ დაველოდოთ მაგაზეც გქონდა საუბარი და როგორც სოფლად სახლია კიდე რაღაც მაგის მსგავსი გაკეთდეს თუმცა მსჯელობის პროცესი ეს საბოლოოდ მინდა ვთქვა რომ ერთი რომ რესურსი რა გვექნება მაქსიმალურად პრიორიტეტულად გადავანაწილოთ მეორე აუცილებელია რომ გარკვეული ნაკლოვანებები სადაც დავინახავთ სადაც არის ეს სოციალური მიმართულებით იქნება განათლებაზე სხვა კომიტეტში განათლებაზე ვისაუბრეთ თუ სხვაგან ის არაეფექტურობა სადაც შეიძლება დავინახოთ იგივე აგრარულზე ქონდა სოფლის მეურნეობაზე ქონდა საუბარი რომ რაღაცა პროგრამების გაერთიანება ასე შემდეგ ანუ სადაც შესაძლებელია რომ უფრო მიზნობრივი გახდეს უფრო სწორად ჩამოყალიბდეს ესა თუ ის პროგრამა მათ შორის ერთ-ერთი არის რა თქმა უნდა იგივე სოციალური მიმართულებებით რომ ახალ მეთოდოლოგია ტყუილა ხო არ გვინდა უფრო მიზნობრივი გავხადოთ ეს მაგიტო გვინდა და ამაზე ერთობლივად მუშაობთ თქვენი ჩართულობაც მახსოვს ამ პროცესში და კიდევ სხვა პროგრამები რომელიც შეიძლება რესურსი მოგცვის რომ ბევრი ახალი რაღაცა გადავფაროთ და ბევრი ახალი რაღაცა რომელიც დღის ესრიგში დგას იგივე არსებული რესურსით გადავფაროთ და ამ მიმართულებით მაგიტო ვიძახი რომ ორთვიანი აქტიური მუშაობა მოგვიწევს რა მადლობა იმედიანი სიტყვისთვის ბატონო გიორგი, მაგრამ აუცილებლად ალბათ ყველა საზრს გამოვხატავ, რომ ვთქვა რომ თქვენ ბრძანეთ რომ სულ მარტო ფული არ არის შუაშიო, ხშირად ფულიც არის, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ჩვენც კარგად ვიცით და ჩვენი მოქალაქეების გულისწყრომას ვიცით იმასთან დაკავშირებით ხშირად მოგებული დაუსრულებელი შეუსრულებელი ტენდერები იგულისხმეთ ალბათ ამ შემთხვევაში როდესაც იგულისხმეთ ეს საკითხი და რა მდგომარეობა ამ მიმართულებით ჩვენ მოქალაქეებსაც აინტერესებს რამდენად არის წლევანდელი მონაცემები 25-ის და ყოველდღე ვფიქრობთ აი ამ პროცენტის შემცირებას როდესაც ჩავარდილია მოგებული ტენდერი როდესაც ვერ შეასრულეს რაიმე პირობა გინდათ ეს ავტომობილების შემოყვანა იყოს გინდათ გზის საფარის შეცვლა გაგვთ თუ არა ასეთ სტატისტიკა ფინანსთა სამინისტროში ძალიან კარგია ბოდიში არა ფინანსთა სამინისტროში სტატისტიკას უფრო სტატისტიკის წარმოებს შესყიდვების საანგეტო სადაც ეს პროცესებია მაგრამ აქ არის ბევრი კომპონენტი რა ხდება როდესაც ეს არის კი იგივე მანქანების შესყიდვაზე
მოვიდა შეიძლება იყოს უხარისხო, შეიძლება ყველაფერს აკმაყოფილებს ფორმალურად, მაგრამ ჩდება ეჭვი რომ ეს რეალურ პრაქტიკაში შეიძლება ვერ გამოდგეს იმ ხარისხის. ამ შემთხვევაში მიდის დამატებითი გადამოწმების თემები, იმიტომ რომ ხა როცა არის ადმინისტრაციული მანქანა, პირობითად ვიღაცამ უნდა იაროს მანქანით კიდე არ აუშავს, ხო, მაგრამ როდესაც საუბრობთ საპატრულო მანქანაზე, სასწრაფოს მანქანაზე, რომელიც არის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილი, იქ რაღაცა რისკები რო ხო, საბუთს დავეყოთ მარტო და არ ვნახოთ ამას გამოცდილება, რამდენი ხანი აქვს სადი არა და ასე შემდეგ. ცოტა რთულია ხოლმე, შეიძლება ფორმალურად ყველაფერი კარგად იყოს, თუმცა დროში გარკვეულწილად იმაშובה ეს მე დროს მოითხოვს. ნუ არის კომპანიები, რომლებიც აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ ხოლმე, ახლა ამას ვერ გავაქრობთ, თუმცა შესაბამის სასჯელებიც არის ამ კომპანიების და ის კომპანია მეორეთი ვეღარ აკეთებს ამას, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ გარკვეულ შეფერხებას იწვევს ეს და რაღაცებს ალბათ ბოლომდე ვერ გადავაზღვევთ, თუმცა რასაც ისინი სწავლობენ როგორ მოიტყუონ უკეთესი შედეგის მისაღებად თვითონ ჩვენც ასევე ვსწავლობთ როგორ არ მოგვეტყუონ ჩვენ გქონდეს უკეთესი შედეგი და ესე მიდის ეს პროცესი რა მოდივით მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი არ არის და IT სექტორში ესეთი განვითარებები რა სხვა განაცემს. მადლობა. კოლეგებს დეპუტატებს შეკითხვები ხო აქვს დამატებით. დამსწრე საზოგადოებას ხორაფერი შეკითხვები გაქვს ბატონ გიორგი კაკაურიძესთან. თუ არ არის შეკითხვები, მაშინ დავაყენებ კენჭის ხრაზე. კარგი პირდაპირ საკითხი ვიცით, ვინ არის მომხრე რომ არსებული შენიშვნებით, რაც დავასახელეთ დღევანდელ კომიტეტის ხდომაზე, რომ მოვიწონოთ ეს ბიუჯეტის პროექტი. ერთხმად მიღებულია ჩვენი ნდობა გაქვს